მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება კლუბში. მსოფლიოს ჭიდაობის ჩემპიონატზე გაუშვით ისლამ ახაჩევი, მერაბი, ხამზატი, ჯერ ერთი იმ ხელაზე გაგვქეთ თავდაცვის მექანიზმი ვიღაცა შესაძლებადაა გამოსული ხა ის რაც მუისიკ არ გაქვს რა. წარმოვიდგინოთ რომ ადალინა მოუგო იმას მუხამედს, ბელალ მუხამედს. ხო ეგრევე ისლამი ახაჩევი. ერთი ევლოები რა. ამასთან 10 დღე ვიცხოვრე ბიჭო და 10 დღე იმან ესე ჭიდაობდი ჩემო ძმა. მოგესალმებით ქალბატონო ბატონებო, ჩვენ ხშირად სტუმრები არ გვყავს ხოლმე, თუმცა დღეს ძალიან გამორჩეული სტუმარი გვყავს. მათე პირადად ჩემთან ერთხელ დამყოფია ადრე გავიხსენეთ 7 წლის წინ ტკივნეულ შოუში. ზურა როგორ ხარ, მათე როგორ ხარ, როგორ გრძნობთ თავს? მადლობა, კარგად, მადლობა მოპატიჟებისთვის, მიესალმები თქვენ მაყურებელს. მშვენივრად თქვენ როგორ ხართ ბიჭებო? ჩვენც მშვენივრად. მათეს ნიკნეიმი არის Next Gen და ჩვენ ზოგადად მე და კაკის ხშირად გვისაუბრია, რომ ეს თაობათა ცვლილება ზოგადად MMA-ში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის და ისეთი ზედმეტსახელი გაქვს, რომ ჩვენ ეპოქას უხდება. მიგვაჩნია, რომ ეს ზედმეტსახელი მოუხდება იმ ეპოქას, იმიტომ რომ მე და შენ დაახლოებით ერთი ასაკის ვართ და ეს ახალი თაობის ასაკი არის და ამიტომ ყველაფერი რო ჭიდაობას იცით ფეხის დარტყმას. აი ეს არ არის რომ მოჭიდავები რომ მიდიან და მე ხელისნევა სწავლობენ. მათე სანამ გადავიდოდეთ თქვა შენს ამბებს მოვისმენთ შენს კარიერას რა გეგმები გაქვს რო და ასე შემდეგ და როგორ აპირებ გაგრძელებას კარიერას. მანამდე ძალიან საინტერესოა შენ მოსაზრებები. ეხლა რამდენიმე ცხელი ამბავი გვაქვს. მერაბის მეორე ჭუბი ჩაინიშნა შუგასთან და ილიას ამბები 70 კილოგრამში, რომანის ჭუბი მოკლედ ქართულ მებრძოლებზე რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ. რამე ახალს მეორე ჭუბში ელოდები შუგასგან და მერაბისგან, რომ აი რა ჭუბს რომ ნახავთ რაღაცა სხვანაირად იქნება. აი ზუსტად მაგ სიტყვის გამოყენებით რაღაცა, მაგრამ არა ფუნდამენტალურად არაფერი არ შეიძლება, იმიტომ რომ მოდი ცოტა პრაქტიკულად რო ავიღოთ რა, მერაბთან ორივე მომენტში მაქვს ნავარჯიშები პირადად, ანუ იმ მომენტში მე ვიყავი შრომომალი რა, სპარინგობდით რა და ძალიან რთულია მერაბის დაჭერა რა დგომში რა. ჭიდაობაში მაგრამ დგომში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მერაბი არ მოგცემს იმ სივრცეს არ გაძლევს, სადაც შეიძლება უბრალოდ ერთი გაქნეული დაარტყა კი არა, სადაც 2-3 გაქნეულიც და 4-იც ვერ მოარტყა. მხოლოდ იმ მომენტში ხდება, როდესაც იმის შეტევაზე დაიწყებ, ანუ ესე თქვა დადგე და მიარტყა, ვერ მიარტყა მერაბს. ძალიან შორის, აი ფეხსაც რო აცილებ, ისე შორს კი დგას რა. ნუ სირბილიც და კარდიოც, ივიცით, არ უჭირთ. არ ეხლება ამ გადაადგილებას. არაფერი, ხო და აი ეხლება კი არის დაჟე მაგას კარგად იყენებს მე, ანუ აი შესლებს და ხელი თუ ჭიდაობა და მაგრადურებს. ხო და მოკლედ, ანუ რაც არ უნდა შეცვალოს ახლა იმან რა ქვია, ომალი, ხო? ანუ მაგას თუ არ გადალახავს, მაგ მომენტს თუ არ მოუვლის, თავისთვის ეგ ყველაფერი რამდენიც კიდე შეცვალოს, შეტევაზე ვერ გადავა მოკლედ და მოკლედ ესე ზუსტ შეტევას ვერ განახორციელებს საბედნიეროდ ჩვენთვის. მეც რა წარმოდგენა მქონდა, მეც ზუსტად ეგეთი ვიდეო ჩავწერე, რომ ანუ რამე კი არ უნდა შეცვალოს, ანუ უკეთესად უნდა ქნას ის, რასაც აპირებდა პირველ ჭუბში და არ გამოვიდა, იმიტომ რომ სტილისტიკურად იმდენად ნათელია რაც ხდება, ხო? აქეთ არის მაღალი, გზელი, რიჩიანი სტრაიკერი, იქით არის მანქანა, რომელიც ჭიდაობს, რომელიც მთელი დღე იმუშავებს, დაგლის და ასე რომ ეს პრობლემა ყოველთვის იდგება და ის გენიალური დისტანციის კონტროლი რაც აქვს მერაბს, რომ აი ან ძალიან ახლოს არის, ან ძალიან შორს არის რა. იმ რაღაცა სტრაიკერის ძალიან თან ეს ძალიან ცნობილი ფეინტი რო აქვს სპარინგების დროს.
იმას თავს რო აჩვენებს და overhands რო აგდებს და ფეხზე რო მიდის ხოლმე. აი მაგას ძალიან სწრაფად აკეთებს, ხო? ესე ლაივში მე არ მაქვს ნანახი. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად აკეთებს რა და გამოცდილი ზუსტად იგივე სტილის მებრძოლი რო არის ადამიანი, მაგალითად ჭიდაობაც და დგომიც აურევია, მისთვის მეტად დასანახია ყველაფერი რა. ანუ აი ჩემ თავზეც რა თქმა უნდა მე მაგალითად მაგას თავშივე ვატყობ ეგ შემოდის თვარი 80%-ს რა იმიტომ რომ რატო მეც ბევრჯერ გამიკეთებ რაც მან ადამიანი რომელიც სტრაიკერია და ანუ მისი 98% აქ ჩხუბი ხელში და სტრაიკ ის ვერ შეატყობს იმიტომ რომ რატო რასაც ცდილობს რომ დაარტყას ხო შიშიც უფრო მეტი აქვს თვითონ დარტყვის მიღებს თუ რაც აქცევის რა და ხო, რეალურად ძალიან სწრაფად აკეთებს, მაგრამ სწრაფად არა უფრო მაგის გაკეთების საერთოდ უფრო სწორად იმ გაგებით, სწორად რომ აი სწორი მომენტის შერჩევა მთავარი. შეიძლება ეხლა რომ დადგეს ორი ადამიანი სხვა, რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტურად ტაიმინგი არის, იმიტომ რომ ანუ ის შეიძლება მე ველი შენ მაგის გაკეთებას და იმ დროს რაც არ უნდა სწრაფად გამიკეთო, რაც არ მაინც დასწრებს, იმიტომ რომ მე ველი კი და ეგა რა ისე აი მერაბის ხიბლი მაგაშია რომ ისე გახვევს ამ ჭკუს რო გადიხარ სანამ გახვალ მერაბთან იცი რომ ესე გააკეთებს მაგრამ აი რომელს როდის გააკეთებს ვერასდროს ვერ იცნობ აი გამთელმო ზურა ერთ საკითხვასაც დაუსვავ და მე შენც კითხე მათეს ამ ჭკუთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ გააქვს შეკითხვები ჩვენ ვიცით რომ მერაბის მთავარი პლუსი ვიცით თუმცა შენ როგორც მებრძოლს შეგიძლია გითხრა რა არის მის ისეთ პლუსი, რომელსაც თქვა აი ჩვეულებრივი თვალი ვერ ამჩნევს და თქვენ მებრძოლები ხედავთ ხოლმე. ის რო არ იღლება, გასაგებია ამას ხედავთ და მოშავს. აი როგორც პროფესიონალი მებრძოლი, რა ნიუანსზე იტყოდი მერაბისზე, რომ აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი მისი მთავარი ძალა. იცი რა, რაღაცნაირად ისეთი კითხვაა რა, ანუ თან მარტივია თართული. მარტივი იმიტოა, რომ აი ზოგმა მებრძოლმა მაგალითად რაშიც არის კარგი, აი 100%-ით რაშიც არის კარგი ეგ თვითონ არ იცის. ანუ ზოგმა იცის რომ აი ისიც გამოსდის, ისიც გამოდის, მაგრამ აი თავისი რომელია ეგ ნაკლებად იცის რა. მერავს ის რომ აი ჩვენ ხო ვიცით რაშიცაა მერაბი კარგი. მერავს ეგა კარგი ასპექტი რომ მერაბ ყველაზე მეტად მერაბმა იცის რაშიცაა კარგი და განვითარებას არ ცდილობს რაღაცა სხვა სტილში გადასვლით ან აუ რაღაცა არ მაკლი ანუ იცის კარგად რომ სულ დამთავრდა ის პერიოდი უკვე პროფესიონალის კარიერაში რომ მან იქამდე რაც ვერ ისწავლა რაღაცა ახლები ხდები და ანუ თუ რაღაცას ანვითარებს ისევ მაგის სტილს და რატო? იმიტომ რომ ხედავს მისი სტილის გენიალურობას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ხედავს იმას, რომ ანუ ტაიმინგი და სწორი მომენტის შერჩევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხა სწორ მომენტს თუ არ შეურჩევ, ანუ სულ სტრაიკინგში ის გახდეს, რა ქვია, რა ვიცი მე, ბრუსლი. ხო, ბრუსლი. ჩეტელი რაღაცა რო გახდეს, ხო, ანუ ყველაზე მთავარს დაკარგავს. იმას დაკარგავს, რომ მის მეტოქეს აღარ შეეშინდება იმის, რომ ну მერაბის არაპროგნოზირებადობის და ყველაზე მაგარი ეგ არის რა რომ ანუ ტაიმინგის და აღქმის უნარი აქვს აი რაღაც იდეალური რა კი და ფსიქოლოგიურად არის ძალიან ძლიერი რა და რატო რა იმიტომ რომ ამდენი წელი ხო უკვე 13-12 ჩხუბი ჩხუბა UFC-ში რა ანუ არსად ანუ ერთი მორაესი დააფინიშა და კაი გავიგეთ ის რომ დაკამბექები იმან იმდენი ძალა ჩადო ფინიშში რა ხო მაგრამ სხვა შემთხვევაში რა არასდროს არ წასულა მკვეთრ ფინიშზე ანუ რამდენი ხელანების ყოფა გჭირდება რომ UFC-ში 10,000-ობით ხალხის წინაშე რავი ანუ რამდენი მომენტი ქონია ხო მერავს რომ ანუ აშკარად ეხა ჩემი ენერგია ესეა იმის ესეა და ანუ შემიძლია გადავნა რა არასდროს თავის ამ არაპროგნოზირებას და ხო ამ აი ყველა სწორს ამ სტუნებას არ ყვება იმიტომ რომ თავის გენიალური ტაქტიკიდან არ უნდა გავიდე შეიძლება იმ მომენტში გააკეთოს და მეორე ისე გაუსწორდეს რომ შემდეგ ჩხუბში კიდე მოუნდეს კამერას და ну მოკლედ გაულია ეგსა და იცის და ну დავასახელებ არაპროგნოზირებადას და ტაიმინგს რა რაც აქვს მერავს ისეთი რამე რაც ანუ სხვას უბრალოდ არც კი შეუძლია ომალის ეგ არ შეუძლია რა ახლა ომალის რაც შეუძლია ყველაზე მეტად ის რომ ნაკლები ტეიქდაუნი გაუკეთოს მერავს იმიტომ რომ ძალიან პლაშივით ახლა ეხა აი ამ საკითხზე
დამაინტერესა სხვა კითხვა მინდოდა და მესვა, მაგრამ იმას მოგვიანებით დავსვავ. აი ხა კაი რაღაცა თქვი, რომ აი ხასიათი შეიძლება მიიღო ისეთი ბრძოლის პერიოდში, რომ იგრძნო, რომ მომენტუმი ხა შენკენ არის ის ძალიან შევიწროვებულად არის და არის შანსი, რომ ჰაილაითით მოგება წამოვიღო. და აი ამ პერიოდში როცა ხარ კემპში რაღაც დისციპლინურად მიყვები შენ გეგმას. აი რამდენად რთულია ეგ როგორც პროფესიონალი მებრძოლი, როცა შედიხარ ეს ადრენალინის რაღაც გაწვება, გძნობ მომენტს, რომ გაქვს შანსი, რომ დააფინიშო, მაგრამ თან ობიექტურად ხვდები, რომ გინდა რომ ამ ყველაფერს დისციპლინებაზე უარის. უსაფრთხოდ მიიღო. ჩემი შეხედ გამოცდილებითაც შეხედულს ეგ როგორ რაღაცაც მულტფილმებში რო რა ქეშმაკირობაც და კენი და ეს არ კენი იცი რატო რა ანუ თავიდან იწყებ მოდი პროფესიონალურობა რა არის ხო დავიწყოთ არა ის რომ პროფესიონალებს ჩხუბობ პროფესიონალი ის რომ შენ ფოკუსი გაქვს ანუ შედეგზე ორიენტირებული ხარ პრიორიტეტია შენთვის არის შედეგი და შენი ცხოვრებაში აი ამ შედეგის დადგომას აი ცხოვრებას ამასული და ანუ შესაბამისად თავიდან იწყებ ხო იმიტომ რომ გაგივლი რაღაც წაგება გინახავს მარცხი გინახავს ესე და იცი რომ არა შენ მოდი ჯერ მოიგე და მე ყველაფერი მაგრამ მე რაღაცა გებს ან 21 საუკუნეში რაღაცა არის ცდუნება სერიოზული და რა მე დგახარ სახში მიდიხარ და უყურებ შენ ჩხუბს რა და შენ ჩხუბს რო უყურებ ერთ 10 მომენტში 15 მომენტში აი აქ რო ის გამეკეთებინა და დავფინიშებდი იქ რო ის გამეკეთებინა და დავფინიშებდი და მე იქ რაღაც ცოტა ხალხის მასა რომელიც აი არ მოსწოს პირობითად შენი შოუს მხრივ პერსფორმანსი და რაღაც პონჩი უკვე გეწყება რა აი სრული ეგოიზმით შემკობა აი ყველაფერი და უნდა გაუძლოს მაგას რა ადამიანმა და მე რავი კარგად უძლებს აი ფანბეის რო ახასიათებს ხოლმე რომ აი როცა მოსაწყენ ჩხუბისკენ მიყავს საქმე და გინდა რომ შენ გეგმას მიყვე აი როცა ღმუიან ამას და ბუს აი მოქმედებს ბრძოლის პროცესში არა აი საერთოდ არ გამიგევინეს მოქმედებს და ანუ საერთოდ არც გესმის ხშირ შემთხვევაში რა რომც გესმოდეს ჯერ ერთი იმ ხელაზე გაქვთ თავდაცვის მექანიზმი ვიღაცა შესაძლებადაა გამოსული ხა ის რაც ღმუის იქ არ გაქვს რა მაგრამ ანუ პირიქით გაგხოლმე მე მაგალითად ჩემი მეგობრების შეძახილები მესმოდა ანუ წარმოგიდგენთ 20,000 მაყურებელი და ბოლო რიგში ზის ჩემი ძვაკაცი და მეგობარი და იქიდან შეძახილზე აი ხო ის მიხვირო და იმაში მესმოდა კორნერის არესმის ხალხს და მე სარიდა ომალი როგათიშა ალჯო აი ალჯო ხო გავიწავიდა იმ მომენტში და მე მერაბიც ამბობდა რომ ალჯო go for it უყირო და იმ კორნერიდან და ეგ გაიგო ალჯომო და მაგითო მოტივირებულად ალჯოს ომალის მწვრთნელმა დაუყირა ალჯოს რომ ალჯო წადი წინო და არ ვიცი ეგ დამონტაჟებული იყო რომ ეგრევე თუ მართლა ეგრე მოხდა არა მართლა ეგრე იყო მე ლაივშიც მესმოდა ეგ you gotta go ალჯო და წავიდ რა რანაირად ეს როგორ შეიძლება და პირდაპირ წავიდა და ნუ მაგ ისე ძალამაზად და მაგარი დარტყმა იყო აი ზუსტად ოქროს წერტილი გამოძებნა რა რო იტყვიან ის ზუსტად ოქროს წერტილი როგორ შეჭრე თან დგომი შეიცვალა და გაატარა ძალამაზე იყო და აი აი რაღაცა აი მას ხო ძალიან მაგრად შეუძლია და ეხლა წეგან თქვი ძალიან საინტერესო რამე პროფესიონალი ხარ და ამიტომ ეგეთი შეკითხვები გვექნება ბევრი რა ჩვენ ოქტაგონზე ესე არ გვიჩხუბია ძალიან ჩემთვის გაუგებარი არის ხოლმე აი კუთხის მუშაობა ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიგებ ხოლმე რომ კაცი როცა ესეთ მომენტში დგას და ანუ აი თვალწინ გიდგას როგორ შეიძლება რომ ის რასაც გეძახიან ეგრე სწრაფად გაიაზრო მე სკამზე რო დაჯდები და იქ რო გეუბნებიან ეგ გასაგებია რომ რაღაც მორჩა იგზიხარ გესმის და შენი მწვრთნელის ანალიზს უსმენ მაგრამ აი ლაივში რჩევები გამოგდგომია როდესმე კი როგორ არ ხშირად აბა ანუ კორნერის მთელი მუღამიც მაგაშია რომ საერთოდ რა არის იცი აი კორნერი რა უნდა იყოს აი მე გეტყვით ზუსტად კორნერის მნიშვნელობას რა აი ჩაოლებრივი შტურმანია რა როგორც გვერდზე რო გიზის და შენ ციცი გზა მაგრამ იმ სისწრაფით მიდიხარ რომ აი ეს გვერდზე უნდა აი ზუსტად ეგ აი შენ თუ კორნერში დგახარ იმიტომ რომ ეხა იმის რაღაცას ვერ აკეთებს და შენი ხმა გააკეთებინებს აი ეგ თუ შეგილია ვაფშე და რა ვიცი შენის გახსენის სკოლა და მარტო იმით რა ქვია ესე დადექი პოდკასტით ებაზრე ხალხს და მოშუქრები ისო ასწავლე ეგრე და აცევინეს ხო მაგრამ მთელი ეგ არის რომ შტურმანი ხარ შენ იმ ადამიანს შენ იმ ადამიანს ისეთი რაღაც კი არც რეალობას არ უნდა აცდეს და ამ რეალობაში მარტო ის არის გულისხმობა მეტოქიდან გამომდინარე რეალობა პირველ რიგში საკუთარი თავი მაგალითად შენ ჩხუბობ და მე კარნახო მე შენ რაც შეგიძლია და რაც არ შეგიძლია ამ რეალობიდან უნდა გელაპარაკო თორე მე როგორ გამომდის უკვე იცი რომ მე 100 მეტრში მინდა მიზანი
ბაზარბაჯანში ვისროლო, სადაც ჩემი იარაღი 80 მეტრი აქვს მაქსიმუმი გაწევა. ხტები, ანუ მე უნდა გიცნობდე შენ მოჩხუბარს, აი ყველაზე დეტალს მე მაგიტომ მომწონს, რომ მე ჩემ გუნდელებს მივყავარ კორნერში რა. სულ ანუ პატივისცემა და ოკეი რა პრობლემაა პირიქით რა, იმიტომ რომ მე რავი, ოფლი მიღვრია მათთან ერთად პირადად ბევრი და გულახტილი ვარ, ანუ მე იმათაც იციან, რომ იქ ბევრი შეიძლება კარგი სწორი რაღაც გაიგონ მართლა, რომ აი ყავერხენს თუ გადაატარებ რაღაც ფეხში თუ შეხვალ, მაგრამ მე აი ნახე ეხა როგორი დაღლილიც ჩხუბობ შენ ამ მომენტში და კორნერში ვარ. აი ზუსტად ვიცი, აი ეგეთ დაღლილობაში რეები შეგიძლია. ხო, იმიტომ რომ მე არ ეხა ფლაინი რო დაგიყვირ და მე ვიცი რომ ეგ ფლაინი არ შეგილია რა. კი ეხა ვითომ ერთი რაუნდი გავიდა, მაგრამ ნუ შენ ეს ამიტომ ეგრე როგორ იქნებოდა მაშინ, იცი, წარმოვიდგინეთ ვინც MMA-ს უყურებს წლები და მართლა დიდი დღეს ბევრი აი შენც და თქვენც და ანუ ძალიან ბევრი არსებობთ უკვე ეგეთი ხალხი, რომლებიც ანუ ესე ფურცელზე რა ბევრად მაგრები ხართ, ანუ ბევრად მაგარ ფსონებს და სწორკუშებს დადებთ, ვიდრე თვითონ პროფესიონალები რა. იმიტომ რომ უყურებთ და ანუ ბევრ დროს ხარჯავთ მაგაში და ფიქრობთ რა და კითხულობ და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა ეგრე ხო არ იქნებოდა მაშინ რომ თქვენაირ ტიპებს ავიყვანდით, ვიქ დავიქირავებდით და დაგიყენებდით, ხო? თავარია როცა იცის იმას შენი შესაძლებლობები. აი ეგ ძალიან ლოგიკურ შეკითხვასაც ჩემს მათე რა. ძალიან ბევრი მებრძოლისგან ძალიან სკეპტიკური განწყობა სმენია კუთხესთან დაკავშირებით. პროფესიონალი მაგალითად მაიკ პერი შეყვარებული დააყენა და უბრალოდ ყინულს ადებდა. ანუ მე ეხლა დავამტკიცებო რომ კუთხესო დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კიდე რამდენიმე მაგალითი ის ჩხუბი მოიგო, მაგრამ მერე თუდად წავიდა. მერე იყო მაგალითად რომ ადამიანების ეხა შენაც ამბობ, ეს ხო საკმაოდ ინტიმური რაღაც არის, ხო? ანუ ის კაცი, ვინც იგზის და ის ბიჭები, ვინც არიან, ისინი მაგრად უნდა გიცნობდნენ შენ რა და ამათ უნდა ენდობოდეთ და ძალიან მარტივად იცვლება ხოლმე კუთხე. აი მაგალითად ეხა ფეხბურთში ეგეთ რამე ხო არ მოხდება, რომ მაურინიოს დაურეკო და დღეს შენთან ერთად ვიქნები მწვრთნელი და მოდი. არა და აქ ხდება, რომ აი თქვათ აგერ გურამს ხო ყავდა ის მწვრთნელი, არ ვიცი ეხა რატო შეიცვალა როგორ მოხდა, მაგრამ ხა ილია ჩავიდა კუთხეში, ის იდგა რა. აი რომანს მაგალითად ხან ვინ ყავს კუთხეში, ხან ვინ ყავს კუთხეში ხოლმე და ანუ შენთვის ესე იგი შენ ისეთი მებრძოლი ხარ, რომელთვის ძალიან პროდუქტიული არის კუთხე, როცა ყავს ისეთი როგორც გინდა. ჩემი აზრით ხალხი ამას უბრალოდ როგორც მაიკ პერივით ყურადღებას არ აქცევს, თორე ანუ აი არ ვერ აღწერ იმდენად მნიშვნელოვანი. ხო, ერთმა უბრალოდ ერთმა წამიერმა სწორმა ნათქვამმა შეიძლება ან მოგაგებინოს ან წაგაგებინოს. ხა ამაში თუ მეთანხმები, მაშინ ეს როგორ შეიძლება არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. უბრალოდ გააჩნია ადამიანი რამდენად ეგოისტი ხარ, რომ ამას არ აღიარებ, ამაყი ხარ. ან უბრალოდ რამდენად ხვდები ამ ყველაფერს. და მესამე რომ უბრალოდ რამ ხელა სურვილი გაქვს, რომ შენ ყველაფერში პროფესიონალი მსეძებ, იმიტომ რომ ანუ შენ ვერ გაძლებ უშედეგოდ, შედეგი გინდა. აი ეს სამი მეთოდია, თორემ მე რავი, სამივე მინდა ვიყო ყოველ შემთხვევაში თუ არა და გულწრფელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ხა ბოლო პერიოდში რა ხშირია ის UFC-ში, რომ აი ცოტა სტარი ტიპები თუ იჩიტებიან და ამ კემპს იცვლიან და მე ეს სტარს ჩაიბარებს უკვე ახალი კემპი, რაღაც იესმენობა ახასიათებს, რომ აი 100% წაგებულ რაუნდზე ეუნებიან, ოკეი, good round, ან კარგი რაუნდი იყო და სინამდვილეში ეს რაუნდი წაგებულია და შემდეგ რაუნდზე რაც ცვლილებაცაა საჭირო, შეიძლება მებრძოლმა არ გადადგას ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ აი კუთხე უყურებს ცალკე თვალი და ფიქრობს, რომ ის რაუნდი მოიგო და ამის გამო მე უკვირთ ხოლმე რატო წააგეს ჩხუბები და აი ეს რამდენად რა თქმა უნდა, ეხა ერთი შეხედვით და ერთი გაანალიზებით და ერთი მსჯელობით ეგ ყველაფერი, ანუ საშინელებაა. ეხა მე ვარ ექიმი, მოხვედი ჩემთან, გეუბნები, შენ გაქვს კორონავირუსი და ამ დროს შენ სხვა რაღაცა გაქვს და გიწერ კორონავირუსს წამლებს, ხო? ანუ უბრალოდ არ გიწერ, შენ თვითონ მიდიხარ და ანუ ეს მებრძოლიც ესე არასწორი დიაგნოზი აქვს და დგას და ანუ აკეთებს, ესე ვთქვა, არასწორ წამლებს ყიდულობს ჩუბის დროს რა, ანუ იგივე თემა.
მაგრამ შეიძლება სადღაც იყოს იმდენად ინდივიდუალური სპორტია, რომ შეიძლება ეხა ერთმანეთში იმხელა კონექშენი კონდეთ ეხა ამ კორნერს და იმას, რომ ეს არ იყოს ყოველ ჯერზე გამოცვლილი კორნერი, ეს იყოს რავი, წოლობით რომ შენთან არის და შეიძლება რაღაც მომენტში გითხრას. აი ერთ მომენტში შეიძლება პირველ რაუნდში დასვენებული რომ გამხნევებდეს, მაგალითად გიცნობს კარგად და ჭირდება რა იმ მომენტში გამხნევება. მე უფრო კარგი რო იყოს, სწორი რო იყოს ჩემი ლაპარაკი, ეხლა მე წარმოვიდგე რომ მე ვარ კორნერში და შენ ჩხუბობ რა. აი მაგალითად მე თუ შეგატყე როდესაც მე რაღაც გასამხნევებელ სიტყვებს რო გეუბნები, ან შეიძლება უბრალოდ ისე გეუბნები გამხნევების ტონით და შენ უფრო სწორად ჩხუბობ, მაშინ რა თქმა უნდა, ხო, ანუ იქ უკვე ტაქტიკაშია თემა, ხვდები, იქ უკვე რას გეუბნები იმაზე მნიშვნელოვანია, როგორ გეუბნები. მაგრამ მე თუ აი ეს თემა თუ არ არის და უბრალოდ შენ ძალიან სწორ მომენტს ელოდე, მაშინ ანუ არაფერ შუაში არ წერილი. ძალიან ისეთ შეკითხვაზე გადავალ, მე მგონი სწორი დრო არის რა. რაუნდი რო დამთავრდება, რო გითხრა საჯებმა წააგე თუ მოიგე რაუნდი, ეგ ცუდი იქნება იმისთვის თუ კარგი შენი აზრით. აი როგორც მაგალითად სამყარო კრივში შემორჩა რაუნდი და ზუსტად იცის რომ მოიგე ეს რაუნდი. ეგ ინფორმაცია გაალამაზებს თუ მოსაწყენს გახდეს, იმიტომ რომ აი ხო არის რომ თქვა 2-0 იცი და მესამეს წაასაჭკავებ. აი მართლა გითხრა ოქტაგონში ბოლო ორი ჩხუბი ეგრე გახდა უკვე. მართლა? უკვე სკორინგია. სადღაც რამდენიმე თვეა ეგრე. ანუ პირველ რაუნდს მე რა იხედავ მონიტორზე და იქ უკვე რავი 10-9 თუ 9-10 ნახა. მართლა. და ეგ შენ ხო ორივენაირად გიჩხუბია და მოჩხუბრის როცა ჩხუბობ მაგ დროს კაი რამეა რა. იმიტომ რომ ზუსტად და ვაფშე კაია. და რატო გეტყვით რა? ჯერ ერთი მოჩხუბრის კარგი იმიტომ რომ უყურე ბოლო-ბოლო ანუ წააგეთ მოუმატო თუ მოუკლო, მაგას ხვდები. ანუ რამდენად უფლება მაქვს რომ ცოტა ერთ წამს დავაგდოტებით პირიქით და შოუს მხრივ, როგორც ანუ ორგანიზატორების მხრივ, ფლობელების მხრივ ბიზნესის მაგით ხალხად, იმიტომ რომ პირობითად წარმოიდგინეთ და აკეთებენ ეგრე, რომ არის ძალიან მკვდარი ჩხუბი, მაგრამ აი როგორი მკვდარი ჩხუბია, იცი? ერთი გარბი სულ და მეორე პროსტა ანუ ვერ იჭერს. გადავენ იმას წაგებას მისცემენ პირველი რაუნდი, ახედავს მე ამის კორნერი ბიჭო გასაგე და ანუ ვინმეს მოახდები, ანუ მარკეტინგულადაც ძალიან სწორი რაღაცაა და ინფორმირებული რო ჩხუბობ ხო, საერთოდ ინფორმაცია ყველაფერი. რა წარმოიდგინე რომ ხა არიცი რა 10 წუთია ჩხუბობ და არიცი იგებ თუ აგებ აი რა. აი ფეხბურთში როგორც პირველ ტაიმი რომ მორჩება 1-0-ია თუ 0-0 ხო იცი რა, ეგეთი თემა. აა თუ გასათიშია იცი რომ და წახვიდე. просто UFC არის ძავს ჩემი აზრით მაგას, იმიტომ რომ სხვათა შორის მაგათ პირიქით არგუმენტი აქვს რა. უფრო მეტი ხო შეიძლება არც შეიძლება. UFC-ს არა აქვს ეგეთ ჩხუბები ძალიან ცოტა და ძალიან მოჩხუბრების და ძირითადად ძიმე ზონაში რომ ტიპებით განან და არაფერს არ აკეთებენ. იმიტომ რომ მთელი ხიბლიც მაგას UFC-ში რომ ის ხვებს არ გავს. ისა გამორჩეულ რომელსაც არ ჭირდება ვიღაცების დამატებით ინსპირაცია და დამატებით ტვინის ბურღვა რომ მოდი და კარგი პერფორმანსი დადე და სხვაგან როგორია ტრამპლინებად არის გამოყენებული ნებისმიერი ორგანიზაცია რომ UFC-ში მოხდე, ამიტომ შედეგი მაღალია შოუზე. MMA არის რამდენიმე სპორტის ერთიანობა და ესეთი შეკითხვა მაქვს რო დავშალოთ MMA, გრეპლინგი, კიკბოქსინგი, კრივი და ჭიდაობით რო და აი ამ 4 სპორტში ყველაზე ცუდად რა მიმართულებაშია ზოგადად MMA-ში გეკითხები. აი მაგალითად MMA-დან სოფლიოს ჭიდაობის ჩემპიონატზე გაუშვით ისლამ ახაჩევი, მერაბი, ხამზატი და თავისუფალ ჭიდაობაში. ხო, თავისუფალ ჭიდაობაში ეს ხალხი გაუშვით და იმათმა დადეს რაღაც შედეგები. მაგალითად ჯიუ-ჯიტსუს სოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვით ჩარლზი, გილბერტ მერსი, ასე შემდეგ და კიკბოქსინგიდან ადესანია, პერეირა ყავს. აი, კრივიდან ვის გაუშვებდი დიდ მოკრივეებთან? პირველი ილია, ეხა უდაოდ. პირველი ილია. თუ მეტი არც აი, მაგიტო დაგის შეკითხვა, რომ ცოტას ბევრს ვერ ჩამოვთვლით. ვისაც იტყვი რომ ჯერმონტადევიჩთან დადგებათ, ხო და იმიტომ რომ ჯერ ერთი არის. რატო ხდება ეგ შეკითხვა? იმიტომ რომ MMA-ს მოჩხუბრებს ჩვენ არ გვჭირდება აკადემიური ბოქსი. ანუ ზოგს იშვიათობას აქვს. ილიას აკადემიური ბოქსი აქვს. ანუ ილიას არ აქვს ბოქსი, რომელიც რაღაც სხვადასხვა ცარიელ წერტილებს ეძებს ადამიანს. არა, იმან იცის რომ ჯები, კროსი, ჰუკი, გადახრა, დარტყმა, ბლოკი და ანუ ძალიან აკადემიური კრივი აქვს რა.
და ის რო აქ შესანიშნავი ბლოკი, ანუ იმას უქარწყლებს, რომ ის ხვას რო არა აქ აკადემიურ ცნობ და რაღაც სხვანაირ წერტილებს ეძებს დასარტყმელად, ანუ ოკეი, მე ხელები მაგზევით, იმიტომ რომ სულ შეუულია ხელები აწეული იყოს რა. და ანუ აი ძალიან დაბალანსებული აქვს მოკლედ რა, ყველაფერი ცოტა ილიას უბრალოდ ფეხებით ვიც კარგად აწუხებს მუშაობს თავის ტანში, ფეხში, თავში, აი ყველგან ეგეთ კიკერებთან შედარებით გაუჭირდება ვიდრე სხვებთან რა. და სხვა შემთხვევაში იდეალურია და მაგას გაუშვებდი გერონ და დევისთან, თუმცა გაუშვებდი რა, იმიტომ რომ ანუ კაი დესი გამოვიდოდა მაგრამ ეხლა ის ბიჭები ვის ჩამოთვალეთ თქვა ეხლა პერეირა კიკბოქსინგში არ დაიჩაგრება რა, ხო რაღაც შედეგს დადებს, ხო? მაგარი იყო გლორისში ჭუბობდა და ასე შემდეგ და იქიდან წამოვიდა ანუ კი და გადაწყვეტა აქ და აი კრივში იმდენად ცოტა ყავს რომ MMA-დან რო თქვათ რომ აი კრივის ტოპებთან, ლომაჩენკოებთან და ჰეინებთან და რა ხოლოდ კრივზე, სხვა სახეობებზე არა. ხო, სხვა სახეობებზე არა და იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული დროის ტერმინი, ხა 12 რაუნდის 3 წუთი და 40 წუთი ჩხუბი და ტექნიკურადაც შენი აზრით ილია რატო არის თან მაგით წარმატებული რომ ჭიდაობაც იცის, ხო? ეხა ილია რო цаრიელი კრივი იყოს თქვათ და მეტი არაფერი არ შეეძლოს, მაგ კრივს ეგრე ვერ გამოიყენებდა ჩემი აზრით. ხო? ანუ იმად წყნარად არის, რომ თუ გამიკეთებს ტეიქდაუნს, ვიცი თავი როგორ დავიცვა, პარტერში თუ აღმოჩდი, ვიცი გარდი როგორ შეუკრა და როგორ წამოვდგე და სხვათაშორის ერთადერთი ტანში ფეხს არ ურტყავს არასდროს, მაგრამ აი მხოლოდ და მხოლოდ როცა მშვიდად ხარ სხვა დისციპლინებში ჭიდაობაში და გრეპლინგში და მერე გაქვს აკადემიური კრივი, მაშინ გადგება, თორე გვინახავს ეხა რა, აი ადრე რომ მოკრივე იყო და გადმოსვლა, ეგრევე ტეიქდაუნი გაკვანძე, გაგუდა, დადო, რამდენი თავიდან მთელი MMA-ის დასაწყისი ის იყო, რომ მოჭიდავეები და ჯიცერები გუდავდნენ მოკრივეებს, მეტი აფერი არ ხდებოდა MMA-ში, ხო და აი მე არ გაქვს ეგეთი მოლოდინი, რომ უფრო და უფრო ხშირად ნელ-ნელა 5 წლის მერე 10 წლის მერე დავინახავთ რომ მაგ სტილზე ფსონს დადებენ მებრძოლები რომ თუ ამართლებს რატომაც არა თუ მოახერხა ილიამ რომ ილიას ხო ბავშვობიდან არ დადიოდა კრივზე ხო დიდი ხანი ხო მერე და სადღაც 15-16 წლიდან დაიწყო და შენი აზრით ეს სტილი მარტო ილიას შემთხვევაში ამართლებს და ეგეთი მაგარი უნდა იყო რომ ეგრე გამოგადგეს თუ ნელ-ნელა ხალხი შეამჩნევს და აითვისებს არა, ეგ ათვისება არის ეხა მე და შენ ერთი და იგივე მოძრაობა ზუსტად ერთნაირად ვერ ავითვისებთ. ანუ შენ კუნთები რაღაც კონკრეტულ წერტილებში უფრო დიდი და პატარა გაქვს, მეც ანუ მე ჩემი ათვისება მაქვს შენი. ამიტომ ზუსტად ეხა copy paste ვერ გააკეთებ ილიასი რა. აქ აი აკადემიური კარგი რაღაცა რომ თუ ეგეთი მაგარი იქნება, რა თქმა უნდა რა, ანუ აკადემიური კრივი, ოკეი, როცა ყველაფერში ეგეთი მაგარი ხარ, როგორც ილია მერე რა. მაგრამ აი მარტო დგომში ჩხუბი რო დაიწყო ისე რომ ეგ ყველაფერი არ კონდეს რა, ანუ არ გექნება ის თავდაჯერებულობა და თავდაჯერებულობა კი არა, ანუ პირდაპირ შიში გექნება, რომ ვიღაც არ შემოვიდეს ფეხში და რაღაც. აი მე მინახავს მაგალითად 18 წელს ვიყავი, რაღაცა ტრავმა მქონდა, ფეხს ვერ ვიყენებდი, ვერ ჭიდაობდი, ვერაფერი, შევედი ბოქსზე. აი ძალიან მაგარი ბოქსიორები, როცა გარეთ კროსებს დავუბრუნდით და იქ იყო ხოლმე ძიუდოს აკადემიასთან ვიყავით და ნუ იქ ძიუდოისტები რო იცი და მე ბავშვურად ხო ხდები 18-ის მე ვარ ისინი 15-16-17-ის ბიჭები და აი ხა ამდენს ვიმოვირევით იმდეს ეგეთი ლაპარაკი როგორც ალბათ ყველა სექსში და აი რომელიც მართლა ძალიან მაგარი მოკრივი იყო ჩერდი ბიჭო ერთ წაგაქცევენ და მე ანუ ხდები ანუ მაინც თავში შიში აქვს უდევს რომ ადამიანმა რომელმაც არ იცის წაქცევას როგორ დაიცვას თავი და მე როგორ ადგეს ის რაც არ უნდა მაგარი ბოქსიგორი იყოს რაც არ უნდა ისე შინია წაქცევა ხო ეგ ინფორმაცია უკვე დამაგრე ქართველებს მეზარბაზენები არ ყავთო ზუსტად ეგეთი პონტია იმენა რა ჩვენ რომან რურუასთან ვიყავით ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონთან და ეგ გვეუბნებოდა რა ნებისმიერ მოკრივეს და ასე შევეკრებიო და მორჩებო იყო ანუ ორი გზის ოლიმპიური ჩემპიონი და უდიდესი კაცი და ეგრე ხო თავისთავად თქვენია და რომანმაც ეგრე გითხრა ბატონმა რომანმა რომ არ არსებობს ბოქსერი რო ვერ წავაქციაო და ნუ სავარაუდოდ მართალია მე მეცაც გეტყვით მე საერთოდ ადამიანი როგორც MMA მებრძოლად გაწვრთნისთვის და რო იწყებენ პირდაპირ ბოქსზე
აი ბავშვი ყავს, ორივე შვილები ყავს და 12 წლისას շատ შევყვათ. მოდი ბოქსი დავაწყენოთ. არა, ანუ მე არ ვთვლი რომ ბოქსი, იმიტომ რომ ბოქსის მერე და ამუღამო ჭიდაობა ეგ შეიძლება კარგად ისწავლო, მაგრამ ბოქსი მაინც შეგიდელდება და ჭიდაობის მერე რომ დაამუღამო ბოქსი ჭიდაობა აღარ გიფუჭდება. ის ისე კარგი გექნება, ამის მაგალითები არის, ილიაც, მახაჩევიც და ბევრი რა. აბსოლუტურად მართალი ხარ გეთანხმები და ილიაზე ხა ძალიან ისეთი ამბებია და მაგაზე შენი აზრით გვაინტერესებს. პირველ რიგში ობიექტურად მინდა გკითხო, ეკუთვნის თუ არა ილიას პირდაპირ კამერაზე ჭუბი. იცი რა არის? იქიდან გამოდიარე სპორტი რო ბიზნესია, მაშინ კი ეკუთვნის, იმიტომ რომ ადამიანზე, რომელზეც ყველაზე მეც ლაპარაკობენ, იმას ცხადია ყველაფერი ეკუთვნის. ეგეთი world-ა ეს MMA საერთოდ რა. ვიზეც ყველაზე მეტი ლაპარაკიოსო, ის აქტივში უნდა იყოს რა. ჩემპიონზე მეტიცაა თუ სულ ამაზე ლაპარაკობენ და ჩემპიონზე არ ლაპარაკობენ რა. ჩემს და ეკუთვნის რა, იმიტომ რომ ეს კუთვნილება ესეთი ხო არ არსებობს რა, რომ ის არა რა, ეს რა იმას მოუგოს და მე ეგ ახლა ჩაულებრივი პრეს კონფერენციის მასალა რო თქვას ვიღაცამ რაღაცა თანარჩენი ანუ რა ეკუთვნის ხალხს გვინდავსო წავიდა ანუ ეგ კუთვნილება არის ხალხს უნდა აი 100% მაყურებლების 51%-ს უნდა ეგ ეს სპორტი საერთოდ 51%-ს უნდა ოკეი მე ვარ ფლობელი 51%-ს თუ უნდა შესაბამისად რო ის ნუ 51 ძალიან დეტალებში დავშვება 70%-ს თუ უნდა უკვე ხო უნდა ეკუთვნის და ეს რო იყოს ახლა ძიუდო და ესეთი ხო რა აკადემიური და ძალიან official ხო და რაღაცა მაშინ რა თქმა უნდა ანუ სხვა კულტურა ის სხვა კულტურა აი ეს ილიას თემას კარგად შევეხეთ ახლა რა ვიცით რომ ილია ავიდა ლაითვეიჩი წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და შენც ახლა ბენთენვეიჩიც გიჩხუბია ფიზერვეიჩიც გიჩხუბია რეალურად ეს წონის კლება რამდენად მოქმედებს შენს პერფორმანსზე ან თუ მაგალითად ხარ ბენთენვეიჩი და წონის უპირატესობა გაქვს ეგ რამდენად უკეთესია რო კონდეს ვიდრე ნაკლებად იწვალო წონის დაკლებაზე და დაბალანსებული წონის ღირს როცა ზომის უპირატესობას ღებულობ საერთოდ რა მე როგორც გავაკეთე ხა იმას რომ იწვალო დაკლებაზე და ქვევით ჩახვიდე იმაზე უკეთესი არის ის რომ ნაკლებად იწვალო და ზევით ახვიდე უკეთესი არის თუმცა რთული არის რა საერთოდ წონის ცვლილება ვინმეს არ იგონოს რომ ანუ რა 66-ს როგორიც ხარ ხო 4 კილოთისევით მე რა ან ეგრე ჯერ ერთი 4 კილო მაგრამ შეიძლება საერთოდ სხვა ზომა ტიპები ხა წარმოგიდგენ მე ჩხუბობდი და ეხაც ახლა მომატებული ვარ ცოტა ასაკმა მომიმატა თორე 70-71 კილო ჩხუბობდი და ყველაზე მეტი აი кейჩი რო ვიყავდი მაგრამ ყველაზე მეტი 79 ვიყავ იქ გამოდიოდნენ ხოლმე 75-ები აი ყველაზე კარგი წვა 75-ზე რო კარგად მას ადამიანი არა მე ვერასდროს ვერ ვიყავ მე 71 რო ვიყავი მეთქი დავკუჭა ყველას გამოვიდეს ესეთი ვიყავი ხო და ეხლა წარმოგიდგენ მე რო 70-ში ავიდე ხო ანუ 71 კილო რო სულ ვარ და იქ დამხდება 83 კილო რაც არ უნდა მაგას მაგრად ვჯობდე ხო რაც არ ამხელა როლს ითამაშებს წონა ფიზიკური ძალა და პირიქითაც როა ვიყოთ ხო ეხლა 66 რო აბარები და 3 კილოს ვიმატებდი აი 3-4 კილო მომატებდი და 61-ში რო ჩავედი და 65 ვიყავი ხო ძალიან ერთნიშნულოვნად მინდა ვთქვა რომ აი 61-ის და 66-ის ტიპებს აქვთ ერთნაირი აღდგენა ჩემს გარდა ნუ მე გასულს ანუ ტიპი რომელიც შუა 66-ში და იკლებს 66-ში და მე кейჯი 75-ია პირობით 61-ში რო იკლებს მაინც 75 ან 74 61-ით кейჯი იგივე არიან რასაც 60 კი იგივე და ეხლა როცა წარმოვიდგინე ქვევით რო შენ ჩადიხარ მე ამ შემთხვევაში ჩავედი მოვიმატე 4 კილო გავხდი 65 ხდებოდი 75-ს რა აი ფის არის რო გაწევა გინდა არ მიდის რა ნუ სხვა წონა და ამიტომ და ყველაზე რთული რა არის იცი რომ მარტო ხა ეს თანზედაპირულად ყველაზე რთული არის რომ შენ სხეულში გძნობ თავს ანუ ყოველდღიურად რო ვარ ჯიშობ სულ ერთნაირად გძნობ თავს აი ესე რო ვარ რო ჩხუბობ ამდენჯერ აი იმ წონაზე ჩხუბობ რა წონაზე საუკეთესო ფორმაში ყავი შენ ყოველდღე რო ვარ ჯიშობდი რაღაც დარბაზში პირობითა და შენ რო იცვლი უკეს შეგრძნებები განსხვავდება
ანუ შენ კი შენ ხეულში ხარ, მაგრამ რაღაც მოძრაობაში უკვე ესე იგი რჩევნია გააკეთო, ხო? ეს მოძრაობა უკვე ესე იგი რჩევნია, უფრო მარტო. აი, ეგა ხვდები? აი და ამიტომ მნიშვნელოვანია შეიძლება ეს არ იყოს 10 კილოს მომატა. მე მაგალითად 73 ვატარებ. 73, 12, 11 ესე ვარჩობ. 16 ხო, 16 რო ვაკეთებ. ესე მგონია რომ ძალიან სუქანი ვარ ძლივს დავდივარ. აი, სულ რაღაცა 2 კილო, 2-3 კილო, ხო? ამიტომ ხო ინდივიდუალურია, ვიღაც შეიძლება ვაფშე მარტივიც იყოს, თუმცა ადამიანი ირსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, როდესაც ის წონას იცვლის. მით უმეტეს იქ, სადაც ჩემპიონია და ვერავინ ვერ ამარცხებს საერთოდ. აი ეგ ხო საერთოდ. თან როგორ ტოვებს კამარს, ისე კი არ ამბობს რომ რაღაც და ერთი ნუ ეგეც ეგ არ მჯერა, ეგ მეც გამომივლია ეგ და ეგ ტოვებს ცოტა ისეთი გატოვებინები. ხო, კითხა თქმა უნდა და იცი რა შეკითხვა მაქვს, იქითა გუნდის ისლამის გუნდის არგუმენტი რა არის და ამასაც თუ ეთანხმებ მორალური უფლება თუ აქვთ ამის თქმის რომ მე რო ილია თოფურიას მოვუგო მე მეტყვით რომ 3 ჭუბი დავიცავი კამარი ქვედა წონის ტიპებთან ორჯერ ვოიკთან და ერთხელ იმასთანო და აი რა არგუმენტი ეხლა აი ჩვენს თვალში MMA-ის მაყურებლის თვალში რომელი უფრო დიდი გამარჯვება იქნება ისლამისთვის თუ მოუგებს დაუმარცხებელ ჩემპიონ ილია თოფურიას თუ რა ქვია ხორდაძაღლთან წაგებულ ჯასტინ კეიჯის რომელსაც ზუსტად ვიცით როგორ მოუგებს ისლამ ახაჩევი რომელიმეს ამბიშენ დაგიწერ რა მოხდება ეს დაიწყება ის მოიქნებს უშნოთხელებს გაგუძავს ჩაყვინთავს ის რაღაც და რა სწორს აი აქვს ამის თქმის უფლება ისლამს რომ ანუ რომ ისას ამბობს რომ ჩემი ლეგასისთვის დაბალ წონებთან გამარჯვება არ ვარგა. თან მე ესეთ რაღაც ამობს კიდე თუ ორცნები რომ ანუ მე რომ მოვუგო მას მერა და იმან რომ მოიგოს ანუ თვითონ big fish-ია ვითომ რა ესე გამოყავს და ხა ილია ნაკლები fish-ი უკვე აღარაა. რამდენი follower-ი ყავს ისლამში? უნდა შევაბოს. დაბადების დღეზე ვინებს პატიჟებს? ილიას 6. ილიას სერხიო რამოსი ყავს ბიჭოს უთო. ესპანეთის მეფეს აკოცა. ხო და მაგას ნაკლები big fish-ი არა რანაირად თან ხო ნუ ამდენი წლით მეტი არის ის თან ისლამს მთელი რა ქვია მუსულმანური სამყარო გასგვერდზე და ეს ილიას ორი ქვეყანა აგავდა ხა ხუბრობა იქით იყოს და ნუ ხა უფლება აქ იქიდან გამომდინარე რომ ეს სპორტი ისა რაც კიდე იბაზრე და ილაპარაკე მაგრამ ის სწორი არ ანუ მაგას ვერაცდება ხა ჩემ გონებაში რომ აი რაღაც შეცვალოს მაგ თავისი ბლაბლაბლით რომ ანუ მას ხა არ ეშინია საერთოდ წაგების ანუ შეიძლება ხა ემოციებით არ ეშინია მაგრამ თეორიულად ვერ ხდება რომ ანუ თუ წააგებს სადმე ანუ ყველაზე მეტი შანსი წაგება ამ ილიასთან მაგას ვერ ხდება და აიცი რა გადაეკიდა რა ილიას ადი რაღაცა პატარა ხარ ეგ ახლა სისულელეა ხო ცალსახად სისულელეა იმიტომ რომ აუ იმის რა ქვია მახაჩევის ყველა მეტოქი არც ერთი არ იყო one punch man-ი რა ერთი დაგარტყა და გაგთიშა და ანუ არის კი ნოკაუტერების განსხვავებაც შეგვიძლია და ხარს არის ნოკაუტერი რომლებიც ანუ ესეთი ტერმინს რუსულ ტერმინს იყენებენ ხოლმე ხო ძველი მოკრივის ტრანდი კანცოვკას უკეთებს და ანუ უჩხანუ ბევრ კომბინაციით თიშავს ტიპებს არის ტიპები რომელიც ანუ ერთი ხუქი თორსო აღარ ხარ აი ესენი უკვე იცი როგორი რაღაცა გერთვება მოჩხუბარს რომ ანუ კი შენ შეიძლება თვლი ობიექტურად რომ მაგაზე მაგარი ხარ მაგრამ რადგან შეჯიბრზეა საქმე რო იყოს მონდი რომ 10-დან ვიფხმეც მოუჩხუბობ და არ გექნებოდა ეგ მომენტა რა ხან კარიერა და ერთ ჩხუბობ ანუ სულ ავტომატურად სულ ცდილობ რომ დაწყნარო ის რაღაც რაც შენში შინაგანი სამყარო გეუბნება რომ ერთი პატარა შეცდომა პატარა არ ჭირდება ერთ პატარა და აღარ იქნება და ეგ უკვე აი ის შინაგანი სამყარო ჩართულია უკვე ისლამის მithumetas მახაჩევი გათიშული ყავთ ეგრე ერთი მძიმე გამოცდილია კი დომინანტი იყო მთელი ბრძოლის განმავლობაში და ერთი გაარტყა და მოწყვიტა გუნძივით კი ხო და ამიტომ ხო რა უბრალოდ გაქცევას ცდილობს რეალური სირთულისგან მის ცხოვრებაში ხო მაგრამ აი პრაგმატულად მე რას ვერ ხვდები იცი მაგას ხვდები რომ გაქცევას ცდილობს უბრალოდ არ მგონია ხა მახაჩევი ფიქრობდეს რომ ოლივიერა და ილია რო ერთმანეთს შეხვდებიან ოლივიერა მოუგებს ილიას და მაინც გზა იქამდე მიდის რომ ილიას დახვდება ხო დროს წელავს და შეიძლება მან კიდე მეორე საკითხი რა იცი
ეგ საქმე ეგრე არ კეთდება ძმებო, მან მარტო ისლამი არ ფიქრობს. მან ხაბიბი ფიქრობს კიდე. მან ერთი თავი არ არის, მან ალი ფიქრობს და მაგ რამოდენიმე თავია და ეს ამ თავების ერთობლიობით რაც გამოძერწეს არის ეგ, თორე მარტო ისლამს შეიძლება ეთქვა კიდეც რომ დავავიჩხუბოთ. კი, ეგ სხვა შორს კაი რაღაცა სულ მაინტერესებდა მაგაზე კითხვის დასმა მინდა. ალის, იმიტომ რომ ალი რაღაცნაირი ფენომენია, კონორმა შექმნა თავიდანვე რომ you rat. და ზოგადად ალიზე ხო ვიცით იქ რაღაცა მებრძოლების სოციქსელებში ინტრიგნობს და მე ეს მებრძოლები ამბობენ ჩვენ ახლა შუაში. არა, ძმაობი არ დაბიწერია, ალი დაწერა. აი ეს აგენტის რამხელა როლს თამაშობს, ანუ შეუძლია რომ გადამწყვეტი როლი მან მიიღოს? სანდიცი. გადამწყვეტი როლი იცი რა, ეხა შენ თუ სუსტი ადამიანი ხარ შინაგანა და მისცემ ვიღაცებს უფლებას ანუ მანიპულაციას ყოველ შემთხვევაში ცდილობს. ხო, რა თქმა უნდა, არა, მენეჯერის საქმე ეგაა. ანუ უბრალოდ შენ იმას ენდობი რომ მანიპულაციას კი ცდილობს, მაგრამ ჩემს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს ისე რომ თავის ეხა ეს ბიზნესია, ეხა შეიძლება ვიცი რომ ანუ მე ჩემ მენეჯერზე არ მაქვს საუბარი, სრული ნდობა მაქვს და ლამის ბავშვი მოუნათლო მართლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგადად ხო მუტალი რა არის, ხო რომ ანუ ეხა ის გეუბნება რაღაც ინფორმაციას, ესე მითხრა ორგანიზაციამ შენზე, ესე და მე ესე უთხარი მას და მე ესე უთხარი მას შეიძლება შენ ხვდები რომ ესე არ ეტყოდა ეხა ხვდები მაგრამ შენ ვერ ეტყვი რომ ეგრე არ გითხოვს ძმაო მაგრამ შენ იცი რომ ეგრე არ უთხოვს ამიტომ აი აქედან გამომდინარე ხო მენეჯმენტზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმიტომ რომ შენ პირდაპირ არ ლაპარაკობ ორგანიზაციასთან. მით უმეტეს აი რამდენად განსხვავებული თვალთახედვა შეიძლება კონდეს მებრძოლს რომელიც რაღაცა გულით და რაღაცა იმით ფიქრობს და აქეთ მენეჯერი რომელიც ექსელებით წყვეთ რაღაცეებს და იმის სულთა პრაგმატულად და ფულით ალაგებს ხო არა რა თქმა უნდა რომ მენეჯერს უდიდესი როლი აქვს და უდიდესი როლი აქვს და მე ნახე ვეუბნები ჩემს ყველა მეგობარს ამ სპორტში ვინც არის ყველა აი საერთოდ ყველას რომ და ისეთ რაღაც რჩევა მაქვს რა ყველა დამწყება მებრძოლმა გაითვალისწინეთ ეს რომ ადამ მენეჯერის მოძებნა განსაზღვრავს თქვენ თლიან კარიერას და ეს მენეჯერის მოძებნა არ წარმოიდგინოთ ესე რომ როგორც ფეხბურთელი დიდ კლუბს ეძებს რომ რაღაცა წავიდეთ და ლივერპულში თუ გადა ეს ალი აბდილაზის ლივერპული არა ხვდებით ანუ ეს არის როგორი სამყარო ნახეთ ალი აბდილაზის შენაირი ყავს და შენს მაგრები 5 მილიონ 700 და შესაბამისად ხა გადაანაწილე 5 მილიონ 700 და შენ რომ რამდენი ყურადღება შეგხვდება ხო რაღაც ეს გადმოწუწებული ყურადღება შეგხვდება მენეჯერისგან რა გჭირდება ყველაზე პირველი ხო აქტიური სამუშაო ყურადღება რომ ანუ მიწერა იმასთან დაალაგოს და შესაბამისად თქვენ უნდა მოძებნოთ არა მენეჯერი მხრივ რომ რაღაცა უფრო კაი ტიპია იმიტომ რომ რა ქვია კავშირები აქვს და ბევრი შედეგები აქვს თქვენ უნდა ეძებნოთ მენეჯერი რომელიც კარგი ადამიანია პირველ რიგში და თქვენს ანდოობას დაიმსახურებს იმიტომ რომ ხო გურწფელად ენდომება შენი წინსვლა რა თორე ფულის გამო შენ ხა დამწყები რო ხარ რა ფული უნდა მოუტანო ყველაზე მაქსიმუმ 1000 евро და ყველა დამწყებს გადაგიხდიან ხო რომელ დამწყებს გადაუხდიან 30000 ხო რომს გადაგიხადო 3000 შეხვდება იმას ხო ხა რა თან ხა ევროპელებისთვის $3000 არის 3 კვირა და ხა 3 კვირაში შენ მთელი წელი არ გიმასიზავს ამიტომ ადამიანს პირადად უნდა მოსწონდე და პირადად უნდა შეგიყვარდეთ ერთმანეთი რა როგორც ახლობელი ადამიანები და არა ეს ალი მე მყავდა რუბი რა ქვია და იმ ჩემმა მენეჯერმა რომელთანაც ვაკაცობ რუბისგან რა დევიდ მუნს რომ მოუგე მეორე ჩხუბი ხო ოქტაგონში ხო მისი მე ხო რუბი ყველა მიცით ხო ალის მერე ეგა რა და კანადელები ხო კანადელს მოუგე და ეგრევე მომაწერინეს ხელი წელიწადის განმავლობაში ჰელოუერ მოვაწერინეთ რუბის რომელიც აი დღეს მერაბასაც რუბი ყავს და მერაბა მითხრა რომ შევიცვალებულს რო შემოსულ და რუბიო და მეთქი რუბი არ გამაგონო რა იმიტომ მერაბა ყოფილი შეიძლება იყოს იმიტომ რომ მე ყურადღებას პირველი ნომერია რუბისთვის ხო ჩემპიონია კაცი ხო და ეხა ესეთი ადამიანები რომლებსაც ენდობით მერე და რომლებიც მართლა უყარხართ ამიტომ აკეთებენ არა 500 ევროსთვის რუბების დონემდე რო გექნებათ საქმე და რო დარწმუნდება რუბი შენთვის ესე იმუშავებს თვითონვე გეტყვით რომ არა მე უკვე შენ ამდეს ვეღარ დაგილაგებ აგერ სხვა მენეჯერი უფრო კაი
ეგ ძალიან სწორი რჩევა, როცა იწყებ, ჯობია რომ იყოს ტიპი, რომელიც ბევრ დროს დაგითმობს თავზე გადაყვება და ისეთი კონტაქტები ვერ ექნება, ვიდრე ვიღაც ნახო და იმან მე წელიწადში ერთხელ სოფლიო მახელაც არ ამით უმეტეს MMA ხა თუ მენეჯერს უწოდებს თავის თავს, თუ მენეჯერს უწოდებს თავის თავს, რაღაც კონტაქტები ექნება რომ შენ გაჩხუბოთ. ნამდვილად ერთი ილიას და ისლამზე ტაქტიკური შეკითხვაც მაქვს და მე ნელ-ნელა გადავიდეთ შენს კარიერაზე. ცაცია დგომი, მაღალი ადამიანი, რიჩით უპირატესობა და აქეთ ილია. შენი აზრით რა იმას არ შეგეკითხებ, გასაგებია რომ ისლამის ჭიდაობა არის, რა ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ჭიდაობა და რაღაც. დგომში რა საფრთხეებია, როცა მაღალი ცაციაა და აქეთ თქვათ შეზარებით დაბალი და რა რისკებს ხედავ შენ როგორც მებრძოლი? რა თქმა უნდა, ეხლა დარწმუნებული თქვენ ვსწოდით რომ ფეხს ვიტყოდი, ფეხი რა და fake ხელი და მე ფეხი. აი რაღაცას არ წამოაგოს ეგ რა. იმიტომ რომ ეს ახლა ილიამ ჩვენზე კარგად იცის რომ უკვე ხელები ედვარდს ვარო იმას უსვამს რაც მოუვიდა ეგ აღარ მოუვიდა. იმის მერე ხელი არ ჩამოუწერია. და მით უმეტესაციასთან ხო და ეგ ხა იცის. და მაყურებლისთვის მით უმეტესაციასთან რო აუხსნა მაყურებელს შენ მხრიდან თუ შეიძლება. ნახე ცაცია დგომი არის მემარჯვენესთან ცაცია. ლია მემარჯვენეა, ხო? როგორც დისკომფორტი, ასევე შეიძლება გაჩნია შენ როგორ უყურებ მაყველებს რა. ნაი მაგალითად, ცაციასთან ხო არის დისკომფორტი, იმიტომ რომ ცაციასთან მე არასდროს არ მიბრძოლია და რაღაცა სხვანაირი შეგრძნება, მაგრამ ცოტა თუ გაახენს თავს მიხვდები რომ შენთვის უკვე ხვიძლი ძლიერი ხელით გეცდება. ანუ სტომბის რო იყოს უფრო გარკვეული, როდესაც მარჯვენასთან დგავართ გომში, ანუ სუსტი ხელი ურტყავს ხვიძლს. ხო, და რომელიც უფრო ძნელია. წინა ხელი, ჯების ხელით უნდა გააკეთო, ხვიძლს უნდა გააკეთო და თან სახე ღია რჩება, იმიტომ რომ ეს დარტყმარა წინ ქვევით. შეიძლება მიიღო. და როდესაც მარჯვენა ხარ, ის უკვე პირიქითა ძლიერი ხელით შეგიძლია, რა ქვია, გააკეთო, გამოუსვა, რომელიც წინ აქ ანუ უფრო ნაკლები რიჩი გჭირდება და არა ეს გაჭიმვა და რაღაც გავს და მეტი რაღაცა. ანუ მინუსები და პლუსები აქვს თავის თავად. თუ შენ გააქვს შენ ცხოვრებაში ცაციებთან ნამუშევარი და მიხვედრილი ხარ ამას, ესე შენი მუშაობით, სპარინგის მუშაობს გულისხმობ, მე რა თქმა უნდა გაიმარტივებ მაგას რა. ჩარლზ ცაცია არ შეგვეშალოს ეს ტელეფონი მიჯდება. ორივე დგომში ჩხუბობს ხოლმე, მაგრამ ხო და ეხლა რა გამახსენდა, იცი ისლამი და ჩარლზ რო ჩხუბობდნენ, ესე იდგნენ, ანუ მემარჯვენესთანაც როგორ დგას, ოღონდ ცაციასთან. მგონი ცაციაა, ბიჭო. გეტყვი ახლა. სტენსში რა უწერია? არა, მარჯვენაშიც მახსოვს. ის ჩენდლერი მარჯვენა კროსი გაუქანა მარჯვენა. ორთოდოქსია. მარჯვენა, ხო, მარჯვენა. ხო. ილიამ რო თქვა რომ მარტო ჩარლზისთვის და ისლამისთვის ვემზადებოდიო და სხვათა შორის ეს ჯერ ბავშვი ცარუკიანთან ჩხუბი რატო შესთავაზეს ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ეგ ხო მართლა ყველა ხო და მე ილიამ უარი თქვაო და მე ამაზე ატყდა რომ რატო თქვა უარიო და ხალხი თან რა არის ნათელი კამარი მარტო კამარი კი არ არის კამარი არის საჩემპიონო კონტრაქტი რომელიც მილიონობით დოლარი არის მებრძოლისთვის ხო ჩვეულებრივ მებრძოლს აქვს სხვა კონტრაქტი ჩემპიონს აქვს სხვა კონტრაქტი როგორ შეიძლებოდა რომ ეს ილია მისულიყოს და ეთქვა რომ აღარ მინდა თქვენი ფულები აჰა თქვენ კამარი და ვიღაცასთან მაჩუკეთ ანუ ხო ნათელია რომ აშკარად შეპირდნენ რა ილია თავიდან მაგას არ ამბობდა ანუ იქიდან გამომდინარე რომ პირადი საუბრის გამოტანა გარეთ არ უნდოდა მაგას არ ამბობდა თავიდან ამბობდა რომ ყველაფერი კარგად იქნება ეხა ავალ გავხდები ჩემპიონი მაგრამ აშკარად დაატოვებინეს კამარი შეპირდნენ ჩხუბს და ვერ უკეთებენ ეხა ეგ ლოგიკა არის ვადაზე იმდენი ხანი გაიწელა სხვა ლოგიკას მივხედავ მე გამივლი ეგეთ რაღაც რატო ამ ლოგიკას იმიტომ რომ ვერ უკეთებენ არ მესმე რას ნიშნავს ვერ უკეთებენ აი რატო ვერ უნდა უკეთებდეს შეიძლება ილიას ისლამს რატო ვერ უნდა აჩხუბებდეს UFC-ს დანა ვაიტი და ისლამს არ უნდოდეს ჩხუბი მაგალითად ილიას თანხას
ანუ ვაჭრობს. რა თქმა უნდა, ვაჭრობა, ყველაფერი ჩხუბის იქით, ყველაფერი ვაჭრობა. როგორც ჯონ ჯონსი ვაჭრობს. ჯონ ჯონს ხო პირდაპირ როგორ თახეს. ეგრევე 50 არა ჩხუბობდა ტრილიონი. უთვალავი და რაღაცებს. ანუ მარტო ფულით ხო შეიძლება ისეთ რაღაცებით, ეხა ანუ შენი აზრით იწელება ადამიანი, რომელიც ანუ თაში დაბადებული გაზრდილი და ხვდები ხა ეგეთი ადამიანი თუ ვერ მოთაფლე, ჯონ ჯონს ვერ მოთაფლავ, რომელიც მოგითაფლავს. ხო და ანუ ეგ ვერ აჩვევს გარმის, ეხა არ 100,000 და 200,000 და ხტუნას 500,000 ის ეკონომია, მაგათ ის არ უღირთ რომ აი რაღაცა დიდი ჩხუბის თუ ფიქრობენ რომ ეს რაღაცა big show-ა და ერთს არ უნდა, მაინც გააკეთებენ რა. მაგრამ მეორე რა არის? რომ ანუ აი მაგდეთ მე გამიკეთეს ეგრე. საერთოდ მებრძოლი რო გახდება ტიტულოვანი, აი წარმოვიდგინოთ მათ ადგილას ჩვენი თავი ჩვენ ვართ ორგანიზატორები UFC-ი და ანავაითი ვართ. ეხა ეს წონით კატეგორია ამან გაიარა ძალიან მაგრად დაუმარცხებელი მით უმეტეს, ნუ კარგი პერფორმანსებით გახდა ტიტულოვანი, ხალხს უკვე ევასება ძალიან. ეხა ეს ხალხი ამ წონაში ეს წონა ცოცხალია. ეს ამ წონას უკვე აკვირდებიან. იცი რატო აკვირდებიან ამ წონას? იმიტომ რომ ნეტა ვინ შეიძლება გამოჩნდეს კიდე ამის ეს თო რა ქვია მეტოქე ტიტულზე რა. უფრო ქვევით ხედებიან ცოტა ხუთეულში, ათეულში იმებს რომ მოუგებს, მე კიდე უფრო ქვევით აბა ახალი ვინა. ანუ ცოცხალია ეს წონა, ხედებით? ეხლა წარმოგიდგენთ, ვაიღე ტიტული, მოიგერთი და მიდიხარ. კლავ ამ წონას ხდები რეალურად და რეალურად ეხა აი და ნახე რომ ამ როგორ რაღაცას გეუბნება ორგანიზაცია რომ შენ თუ მიკლავ მე ამ წონას პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა მაგრამ ესე გიყომარებს რომ შენ თუ მიკლავ ამ წონას რა და გადადიხარ სხვაგან ჩხუბი გინდა მაშინ მომეცი ეს კამარი რომ ვიღაცით გავაცოცხლო სხვათი კიდე აი ეგ თემა და ეგ თემა და ამიტომ ანუ ეს არ არის რომ შენ მოდი მომეც კამარი იმიტომ რომ ტიტულზე გაჩხუბები იქ არ აქვს პირიქით აი რაღაცა იქით რო პრეტენზიას რომ თუ იქით მიდიხარ მაშინ ეს მომეცი სადღა მიგაკ და ეხლა რო ხარ მარგრეგორი და რო ხარ ის და იჩხუბება ანუ მერეკი ყველაფერს წვეცის ხო რა წონის პოპულა ძალიან სწორი რაღაც აღნიშნე იმიტომ რომ რეალურად ეხლა ილია ფეზერვეიც ეგრეა ეხლა დიეგო ლოპესი და ვოლკანოვსკი რო ჩხუბობენ და აი მოიგო ვოლკანოვსკიმ და გახდა ჩემპიონი. ეხლა ყველამ ხო ვიცით ვინც არის ნამდვილი ჩემპიონი. ანუ რა კამარი თვითონაც იცის ეგ რაღაც ბუტაფორიას გაუკეთებენ ხო? და ილიამაც მაგაზე თქვა და მოკლედ ხო ძალიან საინტერესოა იმედია დრო როცა გავა მე იქნება ამაზე საშუალება რომ რა ხდება რეალურად ეხლა ორი სუპერ ჩხუბის ჩატარების საშუალება აქვს ეხლა UFC-ს. აი 2 მილიონს რო pay-per-views რო აცდება რაღაც და აი ნეითი კონორს და ხაბიბი კონორი შორს არის 2.4 მილიონი pay-per-view გაყიდეს, მაგრამ აი მილიონს რო გადაცდება, ეგეთი არის ორი ჩხუბი, ისლამ ილია და ჯონსი ასპინალი. მეტი რა ვიცი, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი ჩხუბი გაყიდის მილიონზე მეტ pay-per-views. მე არ მგონია, ხო, რა ვიცი, მე არ მგონია და ნახოთ ხო საბოლოოდ რა შეფერხება გაირკვევა იმედიათან უბრალოდ დენავაიტმა თქვა რომ ორ კვირაში გეტყვით ილიაზე ნიუსო და ეხა ქონდა ლაივი და ბოდი აი როგორი ტონით თქვა έτσι უკაცრავად კიდევ არ გვაქო პასუხიო და ბოდიში რაღაც მე მგონია რომ ილია არაფერხებს ამ ჩიმაევთან ხო ანუ მე მგონია რომ პრობლემა ილიაში არ არის არ მგონია რომ ილია ამბობდეს ხო რაღაცა არ მიდის ის თან ეხა რომ კონკრეტულად UFC-ს კუთხითაც რომ შეხედო სუფთა ფინანსურად ის რომ ეხა არ დაჩქარდეს ილია მახაჩევი რისკებს ქმნის იმის რომ მაგალითად ეხა წარმოვიდგინოთ რომ მადალენა მოუგო იმას მუხამედს ბელალ მუხამედს ხო ეგრევე ისლამია ვაზედაცონაში ერთადერთი მიზეზი რატომაც არ არის რომ თავის ვაკაცია ჩემპიონი ბელალმა რომ წააგობს და მადალენა გახდეს და მადალენა და მახაჩევი ხო 90% გარანტირებული ჩემპიონობა აი მან რო ავიდეს ხო რეალურად აი ყველაზე დიდი ბრძოლა ესე გამოგვეცლება ხელიდან და აქეთაც ახლა ძალიან დაბალია მაგის ალბათობა, მაგრამ მაინც სპორტი არის ისეთი, რომ ახლა არავინ არ არის გარანტირებული იმით, რომ აუცილებლად მოიგებს ბრძოლას და ილია რო სხვა კონტენდერთან აჩხუბოს და რა ვიცი, ფეხი გადაუბრუნდეს, რაღაცა მანდაც ილიას ჩამოწერდა და დაუმარცხებელი მებრძოლი ილიას ფასი სხვა არის, დამარცხებული ილიას ფასი სხვა იქნება. ამიტომ მე მგონია, რომ მაგრაფუშავენ ამ ბრძოლას, მაგრამ აი ეს ვაჭრობის ასპექტში აღშკარად არ მიდის კარგად ყველა. არა, ხო, იმიტომ რომ ეს აღშკარად ეს საძმო კავკასიელი საძმო აფერხებს.
და ეხლა თანახე UFC-ს დანავაიც რა pay-per-views გაყიდვა იგივე რაოდენობა იქნება ილიას ტიტული ექნება თუ არა ამიტომ ანუ არაფერში არ ჭირდება ტიტულოვანი ილია 70 კილოგრამში 76 ტიტული. ანუ იგივე გაიყიდება ზუსტად ბიზნეს ფონსაზრისით და ყველაფერი იგივე იქნება. რატომ იცით? ილია რო იყოს რო 6 ჯერ და ეხა ის დემეტრიუ ჯონსონი რო იყოს, ან ეხა მარგრეგორის გამონაკლისი რო იყოს და რაღაცა მე ოკეი მარგრეგორი რო ხარ უკვე იქით უყენებ შენ რაღაცა ის რო დემეტრიუ ჯონსონზე ბენ ასკრენში გაცვალეს და რა გადააკეთეს ის გაზარა უშავს მას ვიდალმა დასაჯა მე super necessary პანჩებით მათე ეხა მინდა რომ რაღაც რისი თქმაც შეგიძლია გასაგებია რომ კონტრაქტის ქვეშ ხარ და რაღაც დაახლოებით შენ გეგმებზე რომ გითხრა რა სურვილები გაქვს და შემდეგ წელი და 2 წელიწადს როგორ ხედავ ჩემს სურვილს რაც შეეხება მე ძალიან ბევრი დიდი ხანი ფუშავდი ჩემ თავს რომ ჩემი ესე ვთქვათ მიზანი ერთ-ერთი თუ ოცნება არა იყო რომ მე დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის პირველ რიგში და მე ყველასთვის რომ UFC-ში მოხვედრა საქართველოსდანაც შეიძლება. ანუ ვიცი აი ზუსტად მაგიტომ მინდა დამემტკიცებინა შეუძლებლად რო ჩანდა და რო ჩანს, მაგრამ დაუმარცხდი ხალხო მე მაგ ბრძოლაში მე ვაღიარებ რომ ჯერ იქამდე სანამ UFC აქ არ ჩატარდება უშუალოდ კიდე ერთი ორი ჩემპიონიც რომ დაგვიმაწონ UFC-ში თუ აქ არ ჩატარდა ნუ შეუძლებელია რა მოკლედ რა ბევრი ფაქტორის გამომდინარე შორს რო არ წავიდე. ამიტომ გადავწყვიტე და რა ვიცი ანუ სანდრო ხედელიას ჩემ მეგობრას აქიდან ძალიან დიდ მადლობას მოგითხოვს გადავცემ რომ დამეხმარა ვიზის ამბავში კი ვიზის ამბავში დამეხმარა აი რა უდიდეს საქმე გამიკეთა და აქედან კიდე უღრმესი მადლობა მერამს რომელმაც რავი დიდი სიყვარულით პატივისცემით და რავი ყველაფერი დადებითად წამოდი გეხვეწებით და ნუ ხარჯავ გადაწყვეტილია რომ წავიდე ამერიკაში და ეხა გეგმა როგორია იცი გეგმის 60-70% იმპროვიზირებაზე მაქვს დაყენებული რა თავის მოუწე რა ავტომატიკሊ მოუწე მაქვს დაყენებული იმიტომ რომ თავარია წავიდე ამერიკაში ოქტაგონის კონტრაქტი მაქვს თუ იქ რაღაც ჩხუბები არ გამოვიდა ბოლო ჩამოვალ ოქტაგონში ვიჩხუბებ თუ იქ ჩხუბები გამოვიდა იქ ვიჩხუბებ რაღაც 1-2 ჩხუბს რო რაღაცა იმიტომ რომ ეს მისტრიკი რო ლუსტრიქსი რო გადამევიდა უკვე ხა არ ვიცი მაგრამ თუმცა შეიძლება რაღაც short notice-ი გაიჩნდოს რა მე 66-ში ავიღებ ხვალვეც რომ მითხრან რა ისეთი დავიკლებ და ვიჩხუბებ რა და UFC-ის კონტრაქტისთვის მithun საქართველოსთან UFC-ს წასვლა შენ იგულისხმე რომ ტიპი რომელიც აქ ვარჯიშობს კი რეკავს ამერიკიდან შოშელები ჩამოდით მოიოს ანუ ამერიკა გარდა იმ დიდი შესაძლებლობებს რასაც გაძლევს აი ამ კონტაქტებს გაძლევს ხო თავისთავად ანუ რატო არის უფრო ადვილი ამერიკიდან იქ მოხვედრა იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მენეჯერი დაგინახავს ძალიან ბევრი ხო ანუ უფრო ახლოს არის პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით UFC უფრო ახლოს არის თავისთავად აქ ისე რა ვიცი მერაბის და ილიას წარმატებას უფრო მეტი ინტერესი უნდა მოყოლოდა ჩემი აზრით UFC-დან რა უბრალოდ ნუ ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ ახლა წარმატებებით ხო თავისთავად უბრალოდ 3 მილიონი არაფერი არა ბაზარი როგორც ასეთი UFC-ისთვის კი არა ოქტაგონს მე რომ მოხდი ჩემი ჯემა გეხვეწებით აჩხუბეთ ანუ არა წყობ საქართველოს რა არავის არ აწყობთ რა იმ 3 მილიონი და ნახევარი ქალია ნახევარი ბავშვია ესა ვიღა დარჩა 10000 თუ შეხედავს და დაღესტნელ მებრძოლებს მუსულმანური სამყარო უდგას გვერდზე და რუსეთია გაკეთ მუსულმანობა ძალიან სერიოზული ხო დიდი ციფრებია თავისთავად მაგიტო არავინ არ დაგირეკავს რაც არ უნდა ჰაერში ფრინავდე აქ შენ თუ ეხა გაიგეს რომ ამერიკის ვიზა გააქვს ამერიკაში ჩადიხარ ჩამო მე ოკეი მაგრამ ეხა წარმოვიდგინეთ რომ უბრალოდ ამერიკის საქართველოში ვარჯიშობ და ხარ კარგი ნიჭიერი ბიჭი და სადღაც კარგ ორგანიზაციას მოგიგია
ისინი არა შეიძლება მოხდება ეგეთი რაღაცა და რავი წარმატებას უსურებ მომავალში ვინც იქნება მე და მინავს ქონდა ეგეთი გეგმა ვერ გავაკეთეს ხო არა ძალიან კარგი გეგმა იყო და იმედია გამოუვა ხო მე ვიღაცას თავად მე მგონია რომ რეალურად გახდება საქართველოს ის ბაზა სადაც არა ოღონდ იქამდე სანამ UFC ჩატარდება ეგაა მთელი მუღამი ახლა მე რა თქმა უნდა ანუ შენ ეს დეგარდატეხავს სიტუაციას UFC Fight Night თბილისი რო ჩატარდეს ანუ UFC უნდა აჩხუბოს ვიღაც ქართველი აქ ხო ეს იქნება მეტად ემოციურად მიჯაჭვულობა საკანონოს მიტარებს აქ იმას ივენტს აქ არის ხალხი ის ანუ აქ 3 მილიონივე უნდა რომ აყურებინოს და მაგით ატარებს აქ ხო იმიტომ რომ ისედაც უყურებს 5000 პირობითად ყველას უნდა აყურებინოს ამიტომ რაღაცა ის ვინც ვერ ერკვება MMA-ში რაღაცა ფსიქოლოგიური ემოციური მიჯაჭვულობა უნდა შეუქმნას კი მართლა მოწამლოს უნდა რაღაცა ეს წეულა კიდე არის რითიც მოწამლავს რომ აი ვიღაცა ის ჩხუბობს რა გიორგაძე ჩხუბობს და ქართული გვარი და ისა საფრანგეთში რო ტარდება საფრანგები და ინგლისში ეგ დაჟე მეცადს გეტყვი აქედან უნდა წავიდეს ეგ ის პრეტენზია რომ აქ თუ ატარებ რა ვიღაცა სწორ რაღაცას ამბობ აი რეალურად რომ ეგ ფინანსურ კუთხეზე უფრო მეტადაა დამოკიდებული დრო სპორტულ ინტერესზე მაგის ნათელი მაგალითია ის რომ აზერბაიჯანში ტარდება Fight Night პირველი ჩვენ რეგიონში გაოფიციალურ და მართლა ნუ ძირითადი წყაროები ყველა რაღაცეები წერენ რომ ეგრეთ ბათუმში წერენ და ჩატარება ხო მაგრამ აზერბაიჯანი უფრო რეალური ჩანს იმ კუთხით რომ ფორმულა 1 აი ხო სპორტული კულტურა უფრო მეტად აქვს და აი ესეთი კუთხით რომ აი აზერბაიჯანი ვინ გახსენდება აზერბაიჯანელი აი წარმატებული მებრძოლი აი ფიზიევი ფიზიევით თან წარმატებული ხო აი რა ფიზიევს არ ვიცი ფიზიების ფასი ვიღაცა თითქოს აი სახელგვარი მასენა თუმცა აი სერიოზული არა განსაკუთრებული არავინ და ეს ყველაზე ცუდი არის რა აქაც იგი ბოდიში დამთავრე და მე აი მე რა მაინტერესებდა მე კითხვაზე მინდოდა გადასვლა და თუ გინდა ჯერ შენ დავამთავრე და მე კითხვა არა ეგეთ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ გეთახმები მაგაში რაც სამბობ და კიდე ერთ დეტალის აღნიშნა მინდოდა ну ის რომ აი პირობითად თბილისს არიჩემ და ბათუმს იჩემ რატო ხო? იმიტომ რომ იქ ბათუმი არის ტურისტული მხარე, სადაც ყველა ქვეყანაში ზღვა კარგად შეიფუთება. ხო, ანუ ბათუმსაც რო იჩემენ საქართველოს შემთხვევაში, ეგეც ადასტურებს მაგ მეთოდით რო უდგებიან სპორტს, რომ ну იქ ეხა ბევრი რუსები, უკრაინელები ისინი შეხედავენ, მეტ ფულს დახარჯავენ. კი, რეალურად უკრაინელების და რუსების ჩასვლა მაგ ქართზე, მაგრამ გაიყიდება. მე ბილეთის გაყიდვა მე მგონი არც იქნება პრობლემა რა ყველაფერს გავაოფსეთ აქ მithumetes ბათუმში თუ ჩატარდა $5000 ადგილებიც გაყიდული ვიღაც Black Eyed Peas-ის კონცერტები რა ხდებოდებები და UFC-ს როგორ არის მე რა მაინტერესებდა ყველაზე მეტად ესეთი კუთხით ახლა შენ თავი მიზანი არის UFC-ში მოხვედრა UFC-ში მოხვედრის ხო არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გზა აი ერთი ესეთი ჩვენ მაყურებლისთვისაც ცნობილი არის რომ არსებობს Dana White Contender Series სადაც რეალურად კონტენდერებს უფრო მეტად უნდა მიეცეთ ჩანსი და ეს პირდაპირ კონტრაქტზე აყვანა თუ რთული პროცესი არის და პირდაპირ UFC-ში მიიღება აი Contender Series წესით უფრო დაბალი ზღვარი უნდა იყოს რეალურად არის მასე არის რეალური შესაძლებლობა იმის რომ Contender Series-ში უფრო მარტივად მოხდე თუ მანდაც აი ეს მენეჯერის მუშაობაზე არის ყველაფერი დამოკიდებული თავიდან ბოლომდე მენეჯერის იმასეა დამოკიდებული მაგრამ უფრო მარტივია რა ანუ რაღაც ახალგაზრდა ნიჭიერებს ხა 5-0-ზე რო გაქვს თუ შეიძლება არ გაქვს ვიღაც ბებთან მოგებული მაგრამ კარგი პერფორმანსი გაქვს აგიყვანდნენ მაგრამ ეხა როგორც ვიცი მაგასაც ართულებს Dana White როგორც მე ვიცი თქვენ უფრო გეცოდინებათ ეგ პროფილტრავს კი და საერთოდ ეგ ტენდენცია თორე ხო ისე მარტივი იყო და მარტივი კი არა მეცაც გეტყვით ანუ თუ ასაკი გიწყობს ხელს გირჩევნია რომ გაიარო კონტენდერ სევრია და მე UFC-ში იმიტომ რომ ბევრად წარმატებული ტიპი გაჩი ბევრად აი ხა რეალურად ომალი არის კი მე ნახე აი მოხდი UFC-ში სანამ რაღაცა ტოპ 5-ში არ შევა იქამდე ანუ fan base-ი ესე მომემატება რაღაცა მომემატება კონტენდერებში რო შევა და იქ რო ხალხი გამიცნობს და მე მithumetes UFC მახქენანო შევალ უკვე ჩვეულებრივი სტარი ვარ როგორც იქაური ამერიკელი რა ამიტომ უკეთესია მაგრამ ეხლა როგორც ვიცი როგორც კონტენდერი კი არა ცალკეო როგორც ორგანიზაცია ეგრე აკეთებს რომ გამო და ამიტომ მანდაც გაჭირდება ხო UFC-ს კოლგის ქვეშ იქნება რაღაც ორგანიზაცია რეალურად ეგ გაჭიროების თავარი მუღამი რის გამოც ააწყეს რომ ცალკე ორგანიზაციად გავაკეთეთო იყოს რომ უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ და მეტ მებრძოლი ჩავთოთო მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ Dana White ზოგადად სპორტული ინტერესზე მეტად ფინანსური ინტერესები უფრო მეტად აქვს
არის გამორიცხული, შეიძლება ცოტა ორგანიზაციად გადააკეთოს და ორგანიზაცია რომელიც ეგრევე გადავა UFC-ში ან რავი რაღაც შეიძლება აქ კონტენტერი იყოს ვიღაცა რომელიც არავინ არის ის მაგრამ რეალურად მაგარი ბიჭი არის და აქეთ ხარის იყოს ვიღაცა ბებერი ტიპი რომელიც საერთოდ ვეღარ ჩხუბობს მაგრამ ჰაიპი აქვს რა და ის აჩხუბოს და ის ახალგაზრდა კონტენტერი არ დააყენოს აი რეკორდის ეს არა აი მაგალითად ზუსტად მაგარი რაღაცა თქვი ხა ნეით დიაზი რო აჩხუბო დაჩხუბებს პირობითად კონტენტერს ერიებს რო ერქვია მაგ ორგანიზაციაში და იმ UFC-ს მაყურებელს ცხადია UFC-ს მაყურებელი ავტომატურად კონტენტერს მაყურებელია და არ დაკარგავს იმ მაყურებელს თუმცა UFC-ისთვის UFC-შიც არ დაკარგავს ბებერ ხარებზე დროს რომელთაც ისედაც ხო ისედაც არ აქვს უკვე ის ამბიცია რომ პირველები იყვნენ პროსტა ფულის გამო ჩხუბობდნენ და პერფორმანსი გიდიათ აი ეგ ტენდენცია რომ რაღაცა ფლოიდ მეივეზერის გაფუჭებულია თავიდან მართლა ეგრე არ იყო არასდროს არა ფლოიდ მეივეზერის ნულიანზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ ეგ მაგანაც თავისი ნულიანი გაყიდა დაუმარცხებელი 50-0-ზე ხო არის და მთელი მის მარკეტინგი იყო რომ მოდი მე ვიქნები ცუდი ბიჭი ეს ნულიანი იქნება ის პოტენციური პრიზი რაც კარგ ბიჭებს ეგ რომ აი ვინ გალახავს ბოლო ამ საზიზღარ ბიჭს რომელიც ოქროს საათებს იკეთებს ფულებს ყრის და ცოლებს უყავს და რაღაცებს აკეთებს და მართლა ციხეში იჯდა მაგის გამო და მოვერთი სიტყვით მე ყველა მიბაძა და მაგან გამოიწვია ის რომ კრივში ჩხუბი არ ტარდებოდა ერთ პერიოდში გახსოვს მაგარს არ ეჩხუბებოდა იმიტომ რომ ყველა უფრთხილდებოდა ამ ნოლიანს აი ჩახუტებულები არა როცა დურანსაც ჰქონდა წაგებული და შუგარლიელ ნეონარსაც ჰქონდა და ალისაც ჰქონდა წაგებული და ფრეიზერსაც და ხო დურანზე 70 ჯერ წააგო 70 ჩხუბზე და სწორედ ეს ტენდენცია მინდა რომ უკან დაბრუნდეს რომ მებრძოლს არ აფასებდნენ მაგით რა წაგება აქვს მაგას მე რა ვის არა აქვს წაგება და ეს არ უნდა იყოს ადამიანისთვის კარიერისთვის ეხა თუ 64-57-ზე გაქვს მაგაზე არ მაქვს საუბარი ანუ რაღაცა ერთ ნიშნა წაგება უნდა ამჩნევდე ადამიანში იმას რომ ჩხუბი უნდა რაღაც პროფესიონალია ეფექტურია და არა ის რომ ანუ რაღაცა 17-5-ზე ტიპი უნდა გერჩივნოს ვიდრე თქვა რაღაცა 4-0-ზე იმიტომ რომ იმას 0 უწერია აი აშკარად ჩანს რომ მებრძოლების შექმნილი სტიგმა კი არა აი მარკეტერების შექმნილი სტიგმა გეტყვი რატო იმიტომ რომ ვინც იცის ეს სპორტი ვინც ერკვევა მაგებისთვის არა აი მე და შენ ვიცით რომ ეხა მუჰამედ ალიზე მაგარი ვერას ვერ იქნება ხაბიბ ნურმაგომედოვი თავის კარიერით ხო მაგრამ იმიტომ რომ იმას 0 უწერია და იმას ჩემი უფროსი ძმა მაგალითად უმეუნდება ბჭო რო არ აქვს წაგებული და შენერები არ მაქვს ეხლა მანებით ხო ანუ ეგეთ ტიპებზე არის გაყიდ ჩვენზე ვერას ვერ გაყიდიან მაგას რა და უბრალოდ ჩვენ ცოდანი ვართ ისინი ბევრი და მაგიტომაც არის მაგრამ ჩვენ ხშირი მაყურებლები ვართ ისინი როცა ცალია თან ერთად თუ კარგ ხასიათზე კი ბატონო ჩვენ თუ დავაძახეთ ჩვენ არის ვაკაცები თუ ყავს რომ დაუძახებენ და მოდი რა მოკლედ ძალიან მაგარი თავგადასავალი გაგწინ მათე მე ძალიან დიდ პატივს გსცემი როგორც პროფესიონალს როგორც ადამიანს ჩვენ რა ვიცი ყველაფერში რაც შეიძლება რომ გამოგადგეთ იცოდე რომ ჩვენც გავიზდებით უფრო დიდი პოდკასტი იქნებით და მე ჩვენი გამომწერებით და ჩვენი პლატფორმით ყოველთვის შენს გვერდით ვიდგებით ეხლა თათაშორის აი სურო წამპატარა იყოთ მაინც უთხარი ჩვენ მაყურებელს რომ გამოიწეროთ ჩვენი აქ იმიტომ რომ აუცილებლად ეხლა რო უყურებთ აქამდე არ გამოგიწერია ეგ უკვე დანაშაულია რა თუ მოწუნე ხარ ეგრევე ახსებას ჩაწყი არ შეიძლება მოკლედ გააცდას ფერეთ subscribe მოწერა რო წითელი თუ არის და თქვენი კომენტარიც გითხარით. სხვათა შორის არის ხილაკის გააქტიურება პირველად გააჟღერა შენ ამახსენე. მაგის გარეშე გახსნი YouTube-ს ხო უნდა იყოს ახალი ვიდეო. კი ბატონო, გეტყვის თვითონ YouTube-ი რომ ოთხმა დადო ახალი ვიდეო. ანუ მაგ მომსახურებაში ხალხი ფულს იხდის რომ რაღაცა მიუვინოს ინფორმაცია თავისით. ეს არის უფასო არა მიაჭირეთ. დაგვილაგა მათე ყველაფერი. მათე სანამ დავასრულებდეთ ერთი მხიარული თამაში გვაქვს. წავითამაშოთ და მე ნელ-ნელა დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს.
მოკლედ ესეთი რუბრიკა შემოვიტანეთ. ჩახედე მებრძოლს თვალებში დილა ოლდილა. და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ მეგობარი მათი გამომეტყველებით თვალებით და ეს ოფიციალური სურათებია რაც აქვთ UFC-ში. ჩვენი ასისტენტი ბატონი თორნიკე დაგვეხმარება ასე რომ შეგვიძლია თორნიკე უკვე და ეს ის ნაცნობი თორნიკეა რომელსაც ხშირად ვეძახით ვიდეოებში ხომ ეს და იმედია აქვია מחარას რო ხო მე პირველად გამოჩნდი აჩი ხო თორნიკეს დებიუტი არის. აი იმედია გამოიცნოთ ჩემი მე და დაარიყოთ კარგი. გოშენი მე დავიქნები. პირველი ეგრევე გამოჩნდება აი გადასწრა აზე არა ვარ ეს კაცი ვინა ისა დისპლეიცი არა ილგანოვა ეს გეუნე ერთი კულა ზუკას. აი მოდი თან მე ჩავიწერ მე იქ რაღაცები არ მოხდეს რა ჭინჭლობებს რაღაცა კულებს ჩავიწერ შემდეგ ზაცა სახელი დავარწა თორე ვიცანი კი ასპინ არა გავს ასპინას როხაჩკა როხაჩკა კაცო ზუკამ გამოს პროხაჩკა დაჟეს ორი ოჩახ ზუკაში მე სტალინივით მახსოვრობა ქონდა. ფოტომოსტერება მაქვს ბიჭო თან ბევრს გავდა ეხა ეს ამ მოგს არ გავდა? მართლა გავდა. რაღაცებს მაგრამ ასპინას მაგრა თვალებია ხო ასპინას გავდა თვალებიც ან აი აი შემდეგ ზათხართ დავაი ეს ეს ის არ ვიცი კუნძულელი დრო არის ვაი ის ეგეთ თვალები კი ადესანიას გუნდელი ეხა რო ულბერგი ხო ეგა ვერ გამოვიცან ეგ არის შენია ეგ არის მე ხა იჭუბა თორე არ მახსოვდა ლახოვიჩდა რო წააგო და მოიგო ეგ ხო არის აჩუქეს ჩხუბი ამოხერს აი შემდეგ დავაი ეს ვინ არის რასენდიანი კაცი მასა დაწესებულის სახელია იგი კაცია ყველა კაცი მორენო ხო არა მორენო არა მგონი სანუ რაღაცა თეთრია სახელი ხო ეგ არის ვინ არის ეს თამა დაიცა დაგჭირ ნაცნობი არის 5 წამში თუ აი არ გოლდა ორი არ გვიწყინავს ვინცაა მაგრამ ვერ ვცნობთ ხოთო რას ხონი გადადი უკან ბიჭო შავკანიანი მეგონაც მობას გაფიცე მე პირი ბევრად თეთრი ვეღარ ბიჭო მე აქედან სტრაი აი ბლენჩფილდი რო არის უშუალოდ გავდა მაგრა ბლენჩფილდს ვიღაცას გავდა არ ვიცი შემდეგ გადადი ვიტიკერი არა რავი ვიტეკერი წარმებზე დაიწყო წარსება გასცა ბრეჟნევის წარმები ამის ყბა უნდა ჩამოსო ხო ლანჟე პირდა ტერხილი და ხო შეწყვეტ კოლბი კომინგტონი კი ტემპში ის აღოვა არა არის კადრები და არა მაგას მე ვაკონტროლებ კოლბი ედვარდს არა რა ედვარდსი ლეონ ედვარდსი რა ლეონ ედვარდსი არ არის ის არის პოიცოდი სილვა არა ძმა ლეონ ედვარდსია კამარ უსმანი შეიძლება იყოს მე კამარ უსმანი მგონი მაგრამ მე არ ვიცი თან რო თქვა რა ლეონ ედვარდს არა ლეონე ბევრად სიმპათია ლეონ ედვარდს ის მეგონა აქ სიმპათიური აქ უშნოა და რავი რა დაიგაცე თვალები არ უარგა თვალებშია და ის რა უნდა შორება აქვს თვალებს შორის ოი მე თითქოს დავაჯენ ორ თვალს შორის ეს არის ისი დასაჯი კაი შემდეგ ზუკას აქვს ძალიან დიდი უპირატესობა და რაღაცა უნდა ხო ანუ ის სინას გაუთულა მეცადინები შანსი არის დარიუში აუ მე ძალიან შენ გონია იმას რა ქვია დარიუშს ეგრევე ვიცნო ეს თვალი რა უფ დარიუშია თქვა ვიტყვი არის დარიუში რა უნდა თქვა რა კიდო არ თქვა როგორ იჩდება ეგრე დარიუში და რა კიდო და რა კაცი ეხა პორიოს ფოტო როგორ იჩიტოს დარიუში სუდარიუში თქვა ერთი ხო იქნება ეს გართო აუ მე ძალიან ცუდი ვარ თამაში აუ კაკი როგორ ელოდებოდა თქვენ უკვე აი კაკი როგორ ელოდებოდა რა დარიუში დარიუშ გაიჩერე სერდიან თვალები აი ახლა უნდა დავაკლი გამროთ
თუ თვალები რამ და გამახსოვრებით ფოტო მიხსიერებ. თვალებიც არა აქტივს, წარმოებიც არა. კაი, მოიცა ერთად 2 რაუნდი. მოდი ის გავაგდოთ პირველ. ლიცი და ის და 9 ის ფოტო იყო რა და 6 და მოდი 1-3 რაუნდი გაჩერდა. აზრი არ აქვს, ხო? სათხართ? მე სწორი პასუხი რომ დათქვას. ხო, აი ეგ იყავი შენ. და მოხრეცილი ცხვირი. ორი. ბიჭო ეგრევე როგორ გახსენდება? ანუ მე ვიცანი, მაგრამ ეგრევე გეიჯი. არა, მაშინ ბლაჰოვიჩი. უეჭველი იცი შენს. ბლაჰოვიჩი ან ბიჭო რუსი რო მაღალი რა. გინდა ის რა ჰინტი. მიდი. 10-7. რაუნდის სკორკარდი 10-7. ემეტია ბიჭო. ემეტი ცვეჩი ბიჭო. ემეტი როგორ იცანი? აი არ თანახე რამდენი ვერსია დაიხნება. აი და უშო ანუ როგორ იცნო ერთია და სხვა როგორ არა ირიე სხვა ვერსიებში ესე როგორ თვალებში აკვირდები შეს. ამის ნის ადამიანს უეჭველი თვალში. ფარული ნიჭია რაღაც. მე არ დაბრუნდი? არა რა არა დაბრუნდი კი არა ჩვენ გავალთ მაშინ. ყველა რო გამოვიჩნდა მაინც აზრი არა. აი შემდეგ. ისა პერეირა. არა? არა, იქ ნახდათ არ არის. მაშინ ის აუ ბიჭო ის რო არა ქვია. შავკანიანი რო ბოქსიორი. რემპეი ჯონსონ. არ არის? რემპეი ჯონსონ. არა, შავკანიანი არა, მიმს მიხვდი ვინც. ებლოები რა. ამასთან 10 დღე ვიცხოვრე ბიჭო და 10 დღე იმენ ესე ვჭიდაობდი ჩემო ძმა. არა, თვალებში არ ჩაგიხედია კარგად უეჭველი. ჩახედე მეგობარს თვალს. აი, აბა ეს სონგი? თუ არა? სონგი არა, არის. შენ ყველა ერთ ვიცი. აბა შენ არის მეც არის. შენც არის. ანუ სახელი არ თუ სონგი არა სხვა აზიელი ფოტოიც, თორე სახელი მეც არის. აი რა. სახელი მეც არ ვიცი. ტაცურო. ეს ტაცურო არის. ხო, ეგა. გაცურო. ეს ის არის. გაცურო. flyweight. აბა პერე ის ოლივერო. აჰა. ცხვირით მივხვდი ეხლა შენი. ეს ამას ყველა მკეხი გაიკეთეთ და ერთ ორ კეხიანი ამის მაიკაც კაკი რა გჭირს. არ ბიჭო რა ზოგი რაღაცა გვერდინა სხვანაირად ჩას. აი რა ეხა ვაფშე პერეირა რო იყო. აი ეს მიშლი და თურმე ხელს მიკროფონი. მე მუჰამედ ბელალ მუჰამედ. ამის ამ ნახეთ რა кай თორე. აი აბას ამის თვალებს ჩახედო. გავთავრობდით ჩვენ 2-2-ია. რამდენი დავჩარავდი? მგონი ეს იყო ბოლო ანა. კაკი 3 ქულა ქონია შენ. დაინცა მე მაგ დასაკამბეკე. ო ეს და ერთი დარჩა. აი. ეხა თუ აღოც ამაგებინო ეხა რა 100%-ით. ან მეგობრობა გაიმარჯვებს? აა შენი გულის ამბავი. აუ ვიცი ასპინალ. მე უფრო დინაიმელი და მე უფრო სწრაფად. ეხა რა ეს კამერა შემოგვიტანო და ზურაბ გადავცეთ ჩვენ. არა ხო? რა ვქნათ იცი ვარი გავაკეთოთ. ხო, ვარი გავაკეთოთ. და ვინერი ამოანათება. ასპინალი ვინ უფრო პირველმა თქვა ჩვენც და არ ვიცით ეხა გამარჯვებული რომ. ანუ მე ვფიქრობ რომ შენ პირველი დაიწყე, მაგრამ მე უფრო მალე მორჩი თქვა. და სპინალი შენ თქვი. მე გურული ვარ. მე გურული ვარ და გამოვიყენე. კარგი, გეგონ გავერთეთ და თუ ეს რუბრიკა მოგეწოდათ ყოველ შემთხვევაში სამჯერ გავერთე და დანარჩენი უფრო ვიტანჯე. მოგვეწონაო, ესე დაგვიკომენტარეთ და ვითამაშებთ ხოლმე ესეთ თამაშებს სტუმრებთან ერთად და მე და ზუკაც ვითამაშებთ, კაც არ არის პრობლემა. გილოცავ ჩვენი შენ მე სპორტულად ჩამოაყალიბო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ასისტენტ თორნიკა, ჩვენ კიდე დაგგვჭირდებით ჩვენ გამოსადეგი კაცი ხარ. შემდეგზე იქნება უფრო რა კარგად წევდა, ნახე, მე ყვაყო. ძალიან სწრაფად. კარგად მოუკროფი. იმას ხوار ჩვენე. იმას ხوار ჩვენე. მოუსტუმრებს ხوار ჩვენ. მე ნეკნის ფოტოები ან. არა, მე მაინც გონია რომ ჩაწყობილი იყო რა. იმას შუბლია ჩვენე. ისეთ რაღაცას რაშიც ეს ძლიერი ვერ იქნება. შემდეგზე რა თამაში გვაქვს? შეიძლება. შემიძლია დავასწავლე რომ კი. აი შემდეგზე იქნება ბავშვების ფოტოები. ბავშვობის ფოტო. ბავშვობის.
ბავშვების მაინც მე მუდააჭერინებს ბავშვებს ანუ კონორ მაკგრეგორი პატარა ხაბიბი მაგაც გაჯობებთ ეს ყველა თორემ მანდაც თვალებიდან ამოიცნობა ძირითად შემთხვევაში კარგით ბატონო თორნიკა ესე იგი საინტერესო თამაშით დაგვიბრუნდები ხო შემდეგ გადაცემაში ძალიან დიდი მადლობა ამ შემთხვევაში მათე ძალიან დიდი მადლობა მართლა პირდაპირ როგორც მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იყო ეხლა პირობას გაძლევ რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იქნება ძალიან დაგვეხმარა იმიტომ რომ პროფესიონალის აზრი გჭირდება და გვაკლია ხოლმე და იმედი მაქვს რომ მეც არ გვეტყვი უარს როცა დრო გექნება ამ ყველაფერს დიდი მადლობა პირიქით და მეც ყოველთვის დიდი მადლობას გეტყვი იმიტომ რომ ყოველთვის სიამოვნებს საერთოდ ჩემს სპორტზეც ლაპარაკი და თქვენი ნახვა და მით უმეტეს ეს ორი გაერთიანებული როა ბენოს ხვეწყვი რომ მოვიდეს ჩვენს ვეტყვი მაგრამ უარი არ გვითხრას თუ არ ხო ასე რომ ბენო ადამიანს მოვა ჩვენთან დიდი იმედი გვაქვს და დავემშვიდობები მაყურებელს არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ძალიან დიდი მადლობა Ford-Dealer Auto-Imports რათა ხარს გვიჭერს და ჩვენ გვაქვს ამ კომპანიის საშუალებით იმის სივრცე და დრო და ყველაფერი რომ ვაწარმოოთ ეს კონტენტი რომელიც თქვენ მოგწონთ ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და აკომენტარეთ მომავალ შეხვედრამდე